მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩემი სტუმარია, თავმოჩილება ეს ჩვენი სტუმარია, ბატონი რევას კარანაძე. ბატონ რევას, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დავთანხმდით ამ პოდკასტზე. დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოზ, კიდევ ერთხელ თქვენთან მოწვევისთვის ძალიან დიდი სიამოვნება არის. ბატონ რეზო, ჩვენ გქონდა ესე ვთქვათ წინასასაუბრო თემა და უნდა გვესაუბრა ზოგადად მემარცხენეობაზე, სოციალურ პლატფორმაზე, გამომდინარე იქიდან რომ მე მსურდა ამ პლატფორმის ამ იდეოლოგიის მაქსიმალურად განვრცობა და განმარტება, ანუ იმდენად ამაც საშუალებას იძლევა მედია სივრცე, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს ეხლა ამ შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნები აქვს, შემდეგ 2028-ში მომდევნო არჩევნები აქვს და მაინტერესებდა რამდენად ეს აქტუალური იყო ეს სოციალური პროგრამები და სოციალიზმი და ეს მემარცხენეობა ამ ჩვენ საქართველოს მიმდინარე რეალობაში. მაგრამ ამას კიდე დაემატა ერთი მნიშვნელოვანი თემა, ეს არის ჩარლი კირკის მკვლელობა, რაც ახლა ყველამ ვიცით და ამ ყველაფერს ამერიკაში მოყვა არაერთგვაროვანი რეაქცია. ბუნებრივია არიან რესპუბლიკელების მომხრეები, კერძოდ მაგას მომხრეები, რომლებიც ადანაშაულებენ ლიბერალებს და ულტრამემარცხენეებად მოიხსენიებენ მათ, ვინც ეს ვითომ შეუყვეთა ან ვითომ შეასრულა, ვითომს იმიტომ ამბობ, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია უნდა დავიცვათ და მეორე ის არის, რომ აქითა მხარეს კიდე ის არის, რა ქვია, ფაქტობრივად საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო და მე მედია სივრცეში იმდენი კრიტიკული გამოთქმა ვნახე, ვულგარულიც კი, ზოგიერთი პირიქით მიესალმა კიდეც ამ ახალგაზრდა კაცის მკვლელობას. ბატონ რეზო, რა ფენომენთან გვაქვს საქმე? გასაგებია, რომ ჩარლი კირკი იყო მაგას აქტიური წევრი, ასაპორტებდა ესე ვთქვათ, ხარს უჭერდა ისრაელს, მაგრამ იქვე ამბობენ, რომ იგი იყო რამის მომხრე და მიესალმებოდა ღაზა სექტორის დაბომბვას და კიდევ მრავალ სხვა რადიკალურ ნაბიჯებს. და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რა მოვლენაა ეს და შესაძლოა, რომ ეგრეთ წოდებული ულტრამემარცხენეებისა და ულტრამემარჯვენეების შორის იმხელა უსწრული გაჩნდეს, რომ მას ამერიკის საზოგადოებას ეს რეალურად დაეწყოს. მე თემა არის და არ არის მარტივად გასაჭრელი თემა, მინდა პირველ რიგში ვთქვა. საერთოდ განმარტება რა არის მემარცხენე და მემარჯვენე კიდე ძალიან კომპლექსური თემაა და ყველა საზოგადოებას, ყველა ქვეყანას, ყველა კონტინენტს, მათ შორის საქართველოსაც კი თავისი ტრადიცია აქვს, ამერიკას თავისი ტრადიცია აქვს ამის. რაც შეეხება კონკრეტულად კირკის მკვლელობას, ამას რა თქმა უნდა ამართლება არ აქვს, არ მგონია მივესალმებოდეს. ამ ყველაფერს მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არაფერში არ მქონდა თანხმედრა, მე პირადად ჩარლი კირკის სოფხედველობასთან, მე საქართველოში ვარ, ის ამერიკაშია, მაგრამ მე ნაკლებად ვიცი, ის იყო, რაც წარმოადგენდა ჩემი თაობის წარმომადგენელია თან. ჩარლი კირკი გაიზარდა უფრო მეტად რელიგიურ მოცემულობაში, მე გავიზარდე ძირითადად ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში და როგორ გითხრათ, პოლიცია დამსდევდა 2011-12 წლებში, როდესაც ვიყავი სტუდენტური მოძრაობის ლაბორატორია 1919 წევრი სააკაშვილის წინააღმდეგ და 15 წლის ვიყავი კიდე, როდესაც სკოლიდან მოვდიოდი, მე და ჩემი კლასელი, ჩვენ მეგობრებს და ჩვენ მასწავლებლებს და ჩვენ მშობლებს 7 ნოემბერს მივესალმეთ ქართლის ეკლესიასთან და შემდეგ ავედით სახლში სოლლაში და 25 წუთი გვეგონა რომ ობლად დავდეთ. მე სხვა რეალობაში გავიზარდე და ჩემთვის ცოტა რთულია მემარჯვენეებთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ქართული ოცნება საათელობა, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის ულტრამემარჯვენე პარტია საქართველოს, რომელმაც მოახდინა მთელი ქვეყნის პრივატიზება, ჯანდაცვა გახადა ხელმისაწვდომელი და არ დაგაუწყდეს, რომ ნაცების დროს საქართველოში სასწრაფოდ კი ფასიანი გახდა, რაც გასმოაჩნდა მე ეს პოლიტიკა უკვე აქცია. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა სულიერი ამისაც დანა. მოდი დავუბრუნდეთ ახლა ჩარლი კირკს. კირკის მკვლელობაზე მე ვერ ვხედავ, რაში შეიძლება აწყობდეს ეს ორგანიზებულ
მემარცხენე ჯგუფებს ამერიკის მასშტაბით. პირიქით ისინი ხდებიან ყოველდღურად უფრო პოპულარული, ისინი გამოდიან ძალადობის წინააღმდეგ და ასეთი ნაბიჯი ორგანიზებული მემარცხენე ჯგუფებიდან, ან ორგანიზებული დემოკრატების ფრაქციიდან, რომელიც არ არის ცენტრისტი დემოკრატი ან მემარჯვენე დემოკრატი, როგორც არის ჩაკ შუმერი, მაგალითად თქვენი შტატიდან, ან ნენსი პელოსი კალიფორნიიდან, ან ჰაკიმ ჯეფრისი კიდე. და ეს მთელი ისტაბლიშმენტი დემოკრატები მათ შეიძლება კიდევ უფრო აწყობდეთ, რომ აღმავალი მემარცხენე ფლანგი, ბერნი სენდერსი, მამდანი, AOC, ჰანო მარიასი და კლაიბი და ასე შემდეგ ხობი გაასწავლოთ. მესმის. ამაზე შეიძლება ვთქვით, მაგრამ პროგრესულ ხარეს ეს ან რამე სხვა სოციალისტურ მოგრობასაც ნამდვილად არ აწყობს. გამომდინარე იქიდან, რომ ძალაუფლება არის საკმაოდ მილიტარისტულ მემარჯვენე პრეზიდენტი, რომელმაც ნახეთ, როგორ გამოიყენა თავისი ძალები ემიგრანტების წინააღმდეგ. ფედერალური ჯარსაცმელი მიმართა, ხო? აქედან გამომდინარე მე ვიმეყარება. ვინმე კონკრეტულად lone wolves, რასაც ქვია ამერიკაში, ერთმა, ასე ვთქვათ, ერთმა ტიპმა, რომელიც რაღაც იდეებით იყო შეპყრობილი და იმან გააკეთა, შესაძლებელი. ამას ჯერჯერობით ესე მარტივად ვერ დავადგენთ. თუმცა ჩვენ ვიცით ამერიკის პოლიტიკური კულტურა ზოგადად გამოირჩევა ძალადობით და ეს არ არის არც პირველი მკვლელობა და ეს არ არის არც პირველი ძალადობა. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე წლის წინ, როგორც შევარდა ულტრამემარჯვენე აქტივისტი მანქანით შარლოტსბურგში და ახალგაზრდა გოგოს გადაუარა, ხო? შეხება ჩალიკარკის იდეოლოგიას მე ვერ ხედავ, მე მესმის რატომაც იყენებენ ამას ახლა რა თქმა უნდა მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან დაღმართლაში მათი პოპულარობა, დაღმართლაშია ხალხი ამერიკაში და ამისი გამოყენება მათ მიცემს კაზუს ბელის, ან ომის საბაბს იმისათვის, რომ დაარტყან ძლიერ მემარცხენეებს. ზოგადად ამერიკაში მოდაშია, რომ მაგალითად მემარცხენეებად მოიხსენიონ მათ შორის მემარჯვენეები, ლიბერალები. ლიბერალები კლასიკური გაგებით, აკადემიური გაგებით დღევანდელ დღეს აღარ არიან მემარცხენეები. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელმაც ცივი ომის დროს გაანადგურა რეალურად მემარცხენე ძალები, სოციალ-დემოკრატები, სოციალისტები, კომუნისტები და ანარქო-სინდიკალისტები, მათთვის ყველაზე მარცხნივ დარჩენ ორგანიზებული ლიბერალები. რაც განსაკუთრებით ჩვენ მაკარტის 50-იან წლებში, როდესაც იდევნებოდნენ მაგალითად სოციალისტები და კომუნისტები და ამას არა მარტო სოციალისტთა და კომუნისტებს დევნენ, არამედ პოლიტიკური საბაბი იყო ადამიანების დაჭერისა ჩვეულებრივ, ხო? და ევროპაში განსხვავებით ევროპისგან რეალურად მემარცხენე ორგანიზებული ძალა ამერიკაში არ არსებობს. რაღაც პროგრესულები გაჩნდნენ, ხო? უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელი გახდა ახალგაზრდებისთვის მათ შორის ზოგიერთი მაგას წარმომადგენელიც, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი მეინსტრიმის მიმართ, როგორც არის Marjorie Taylor Greene, ჯორჯია შტატიდან, ტაკერ კალსონი, ამბობენ, რომ მათი შვილების თაობა ამერიკაში ვეღარ ხდება, რომ იყიდოს საცხოვრებელი სახლი. ეს ეკონომიკური კრიზისი ხშირ შემთხვევაში განპირობებული არის იმისკენ, რომ მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალური ფლანგები გაძლიერდეს. მათ შორის პროგრესული ძალების გაძლიერება, ბერნის ფენომენის გაძლიერება შესაძლოა აქედან იყო გამომდინარე, მაგრამ მე შემდეგ ჩვენ ნახეთ 2016 წელს დემოკრატებმა, ასე ვთქვათ, ბერნის წაართვეს ნომინაცია და დასვეს ისტაბლიშმენტის ჰილარი კლინტონი. და უმეტესობა, რომელმაც 2016 წელს ბერნის მისცა ხმა, განსაკუთრებით ჩემი თაობის ახალგაზრდა კაცებმა, ახალგაზრდა ბიჭებმა, შემდეგ 2024 წელს მიცეს ტრამპს ხმა. იმიტომ რომ ტრამპი ჭირდებოდა ამერიკას ეკონომიკურ აღმასვლას, ინდუსტრიის დაბრუნებას და მარადიული ომების დაასრულებას. თუმცა ტრამპმა 34 ერთეულით დაკარგა მათი მხარდამჭერა, რაც ყველაზე დიდი დანაკარგი არის პოპულარობის ნებისმიერ პრეზიდენტისთვის და ამ ასაკობრივ დემოგრაფიულ ჯგუფში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თუ დავხედავთ ამერიკის დღევანდელ მოცემულობას და შევადარებთ ევროპას, ამერიკაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მემარცხენეები ორგანიზებული ძლიერი ძალა არ არსებობს. მოდი ახლა ავხსნათ რა არიან მემარცხენეები და მემარჯვენეები კლასიკური გაგებით. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკა თავისი პოლიტიკური მოცემულობით, საპრეზიდენტო სისტემით, ელექტორალური კოლეჯით არის ძალიან, ასე ვთქვათ, მოუქნელი რესპუბლიკა, რომელიც ბევრად უფრო
აცრად კონსერვატიულად იცავს 1776 წლის მოცემულობას, ვიდრე ის შეესაბამება თანამედროვე რეალობას. ჩვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტის არჩევა ამერიკაში ის შემთხვევაში გადამწყვეტი არის არა ხალხის ეგრეთ წოდებული ელექტორალური ხმების რაოდენობით, არამედ შტატების ელექტორალური კოლეჯის რაოდენობით. ჩვენ ნახეთ 2016 წელს ტრამპი, 2000 წელს ბუში და 2000 წლის 2024 წლის შემდეგ პირველად მოხდა 20 წელიწადში რესპუბლიკური პრეზიდენტის ისე არჩევა, რომ ხალხმა აირჩიელო. მანამდე 20 წელი ტრამპს არ მოუგია ხალხის უმრავლესობა, ხო 2016 წელს აი ეს არის განსხვავება. ამ ყველაფერთან ერთად 1790 წელს მემარცხენეობა და მემარჯვენეობა იდეა მოდის საფრანგეთის რევოლუციიდან. მემარცხენეები იყვნენ ისინი, ვინც იყვნენ რესპუბლიკის მომხრე, მემარჯვენეები იყვნენ ისინი, ვინც ემხრობოდნენ მეფეს. მემარცხენეები იძახდნენ, რომ სახელმწიფო უნდა არსებობდეს ხალხისა, მაგალითად ფრანგების რესპუბლიკა და საფრანგეთის ოფიციალურად დღევანდელ დღესაც ჰქვია ფრანგების ან ფრანგული რესპუბლიკა გააჩნია როგორ გადაუხაროთ ინგლისურად არის the French Republic. ნაპოლეონმა თავი წარმოადგინა ფრანგების პრეზიდენტად და არა საფრანგეთის პრეზიდენტად. ან ფრანგების იმპერატორად და არა საფრანგეთის იმპერატორად. აქედან წამოვიდა განხეთქილება, იმიტომ რომ მონარქისტები ამბობდნენ, რომ ეს არის მონარქიის ტერიტორია. ეს არის თავარი განხეთქილება. შემდეგ უკვე მე-19 საუკუნეში წამოვიდა რესპუბლიკურ იდეოლოგიასთან ერთად სოციალური თემები წამოვიდა, ხო? როდესაც კაპიტალიზმი მოძლიერდა და უკვე ევროპაში ნელ-ნელა ეგრეთ წოდებული ფეოდალების მოსვლა დაიწყო, რასაც serfs ჰქვიათ, ინგლისურად სიტყვა. და ადამიანები ნელ-ნელა სოფლებიდან წავიდნენ, მშენებლობას სწავლობდნენ და იწყებდნენ მუშაობას ქალაქებში. ასე ვთქვათ, ქარხანა ფაბრიკები წარმოიშვა, განსაკუთრებით ეს ხდებოდა ბრიტანეთში და გერმანულ სახელმწიფოებში, რომ გერმანია ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული 71 წლამდე ერთიან რესპუბლიკად, უმეტესად ვესტფალიაში და პრუსიაში და ქარხნებში რა ხდებოდა, რომ ადამიანები ითხოვდნენ უკეთეს შრომის პირობას. ნელ-ნელა ლიბერალიზმი კლასიკური გაგებით რაც იყო პიროვნების თავისუფლება ვერ ფარავდა სოციო-ეკონომიკურ იმ უთანასწორობის იდეებს და შემდეგ გვაქვს უკვე ჩვენ ახალი ტალღა მემარცხენეობის, რაც არის მარქსიზმი, მარქსიზმის სხვა ფორმები, უკვე მე-20 საუკუნეში ჩვენ გვაქვს რევოლუცია რუსეთში, საბჭოთა კავშირი და მემარცხენეობის სხვა ფენები, ჩვენ გვაქვს სოციალიზმი, ჩვენ გვაქვს სოციალ-დემოკრატია, ჩვენ გვაქვს კომუნიზმი, შემდეგში გვაქვს მენშევიკები, ბოლშევიკები, მაოისტები და ასე სხვა მართულებები არის. შემდეგ გვაქვს ჩვენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, შემდეგ გვაქვს უკვე დენ ზიაოპინგის რეფორმები და ჩინური კომუნიზმი, რასაც ჩინური სოციალიზმი თავისი მახასიათებლებით და თანამედროვე მემარცხენე ჩინეთი, რომელშიც მემარცხენეობის გაგება აბსოლუტურად განსხვავდება ვიდრე მაგალითად ფრანგული ბოჰემური მემარცხენეობა, რაც ძირითადად უფრო სექსზე იყო და ორიენტირებული და ასე ვთქვათ, უფრო მეტად ლიბერალიზმზე იყო შერწყმული და იყო გამოხმაურება, რეაქცია საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის მემარცხენეობაზე. გვაქვს ანტიკოლონიალისტური მემარცხენეობა, როგორც იყო ინდოეთში, შრი-ლანკაში, ალჟირში, პალესტინის გამათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც დაიწყო ქრისტიანმა ჯორჯ ჰაბერშამ, მაგრამ შემდეგ კომუნისტად ასე ვთქვათ მოინაცვლა. ჩვენ გვაქვს ფიდელ კასტრო, კუბა და ასე შემდეგ. კიდე განსხვავებული მიმართულებაა, ხო? იგივე გვაქვს მემარჯვენეობაში. მემარჯვენეობის რეაქცია რა იყო, ხო? რუსეთის რევოლუციას და სოციალიზმს და კონსერვატიზმს და ლიბერალიზმს ვეღარ პასუხობდნენ. ჩვენ გვაქვს ფაშიზმი და ფაშიზმის სხვადასხვა სახეები, როგორიც არის იტალიური კლასიკური ფაშიზმი, რაც ნიშნავს ძლიერი სახელმწიფო, კორპორატივიზმი, ძლიერი გადარჩევა, ანტიინტერნაციონალიზმი, პროკავშირების წინააღმდეგ მასიური ბრძოლა, რომელების ხლებების განადგურება, მხოლოდ ეროვნული სახელმწიფოს არსებობა და შემდეგ ამისი უფრო რადიკალური ვერსია მითოლოგიაზე გადაყვანილი, რამაც გერმანიაში შემოგთავაზა და ეს არის ნაციონალ-სოციალიზმი. ნაციონალურ სოციალიზმის დაამოყარეთ ხოლმე ამერიკელ კონსერვატორებს, ეგო არ არის რომ მემარჯვენე. თავიდან ბოლომდე მემარჯვენე გაგება გერმანული ერის იდეადის შესახებ, ფაშიზმის დაშენებული და შემდეგ გვაქვს ბევრად უფრო განსხვავებული და მეტნაკლებად უფრო პრაგმატული სახე ფაშიზმისა. ეს არის ესპანეთი,
ფალანგიზმი და ფრანკო და ამის კიდევ უფრო დიდი ვერსია ჩვენ ხდება პორტუგალიაში სალასარი და ლათინურ ამერიკული დიქტატორები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხარს უჭერდა, ოღონდ კომუნიზმი არ გავრცელებულიყო. მათ შორის 1973 წლის კონტრრევოლუცია, როდესაც ალიენდეს ხალხის მიერ აქტიური სოციალისტური მთავრობა დაამხეს და გვაქვს პინოჩე. აქედან გამომდინარე, ერთგვაროვანი მემარცხენეობა არ არსებობს, ისევე როგორც მემარჯვენეობა. და ამერიკაში მემარცხენეობას მოიხსენიებენ უფრო მეტად იმ ადამიანებს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ამერიკულ იდენტობის პოლიტიკაზე არიან დამყარებულები, გენდერი, სექსუალური თავისუფლება, რასიზმი და ასე შემდეგ. რაღაცეებს შეიძლება კლასიკური გაგებით სოციალიზმის ამათი პოლიტიკა ანტირასისტულია და ასე შემდეგ, მაგრამ იქ არის ეკონომიკური იდენტობა ბევრად უფრო წინ, ვიდრე მაგალითად გენდერული იდენტობა ან სხვა რაღაცა. და მე ვფიქრობ, რომ ამერიკა საერთოდ უმეტესწილად ბოლო 30-40 წელი, რასაც მე ვაკვირდები, მე არ ვარ ამერიკაში ნამყოფი, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამერიკელი, ბევრი წიგნი მაქვს საკითხული დოკუმენტალისტიკა, რასაც მე ვუყურებ და რაც მე მაქვს შესწავლილი, ამერიკა ძირითადად თავარი დაპირისპირება, ხო, რის გარშემოც მიდის პოლიტიკური დებატი. ყოველ შემთხვევაში მედიაში, მოსახლეობაში მე ვხედავ, რომ ესე არ არის და ადამიანები, რომლებიც აძლევენ რადიკალ მემარჯვენეობას და მემარცხენეებს ხმას ძირითადად იმიტომ აძლევენ, რომ არაფერი არ იცვლება და მედია გვაჩვენებს მუდმივად კულტურულ ომებს და არ გვაჩვენებს სოციო-ეკონომიკურ ცვლილებას, ხო, აი ეს არის ტრაგედია და ამით განხორციელდება ეს და რაც შეეხება ქალი კირკის გარშემო ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას ძალიან მარტივია შეაწმინდო ხელი ოპონენტს მანამდე სანამ ეს დამტკიცდება. და მე რომ დამტკიცდეს, ესეც პრობლემური იქნება და საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა ამას. ეხლა უმეტესობა შრომელი კლასის მოსახლეობისა პირდაპირ გეტყვით საქართველოში ნამდვილად არ არის დაინტერესებული რა ხდება ამერიკაში ამ დონეზე. მიციან ეხლა პრეზიდენტი ვინ არის და არ უნდათ რომ მაგალითად ბირთვული ომი იყოს, მაგრამ ჩარლი კირკი ვინ არის ან ჩაკ შუმერი ვინ არის არ ვიცი ხალხმა და მე მათი მესმის, იმიტომ რომ ეს არც არის საჭირო რა. თუმცა რამდენიმე არ მინდა ცუდი სიტყვა ვთქვა, მაგრამ გონება შეზღუდულმა ქართულმა ლიბერალმა დაწერა, რომ პუტინისტი ჩარლი კირკი გამოასალმეს სიცოცხლეს. ჩარლი კირკი შეიძლება პუტინისტად, იმიტომ რომ იყო კრიტიკული ამერიკის დაფინანსებისა უკრაინაში მიმდინარე ომის და აქედან გამომდინარე საქართველოში ლიბერალური სექტისტვის ესეც საკმარისი იყო, რომ ის მოენაცვლათ პუტინისტად. თქვენ წარმოგიდგენთ, მეც პუტინისტად შეიძლება მომნაცვლონ ლიბერალებმა, გამომდინარე იქიდან მაგათთვის ისეთი მარტივი და პრიმიტიული კამპანიები მუშაობს, რომ ვერც გაიგებენ, რომ მე და ჩარლი კირკი აბსოლუტურად სხვა მსოფლმხედველობის ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ორივე ახსოვთ იმაზე, რომ უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებით ორივე და ვამბობთ, რომ ამერიკა არ უნდა ერეოდეს და ეს პირიქით ესკალაციას უწყობს და კატასტროფამდე მიყვანს, რომ რაციონალური ადამიანები, რაციონალური გამოდივართ და ისაბოს რომ ამერიკული ფული არ უნდა იხარჯებოდეს და ამ შემდეგ ამას არაკეთა მეყურებთ. ეს ქართულს რომ გამოიყენა, მე მთავრობა უნდა თქვა, რომ აი ჩარლი კირკი ქრისტიანი ადამიანი ქრისტიანობას აღადებს და როგორ მოკლეს და უნდა ამაზე მოეწყო ხელი. რასაც ვფიქრობ, რომ ლოგიკურია, რომ ლიბერალებმა ეს გააკეთეს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამერიკის ეს კულტურული ომი შემოდის საქართველოში, საქართველოში სხვა რეალობა გვაქვს, არც ვიცით ეს ვინ არის. ხო, და ბევრ ადამიანმა აიტაცა. და მე ვფიქრობდი, რომ საქართველოს სამეზობლოდან გამომდინარე, მათ შორის ამ პოლიტიკაში ესე აქტუალურად გაჟღერება არ მხოლოდ უადგილოა და არ მხოლოდ პოლარიზებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს უცხოური შემოსული პოლიტიკით. როდესაც თავად აკრიტიკებენ, რომ ინჯოებს შემოუქმნათ გენდერისტები, ხლა ამას შემოუქმნათ ამერიკული ქრისტიანი, რომელი ამერიკული ქრისტიანობაზე მელაპარაკებიან. გავიგე, რომ კონსერვატორები შეეწინააღმდეგებიან ეგრეთ წოდებულ გენდერის იდენტობას და სექსზე დამყარებულ იდენტობის თეორიებს. მესმის, ხო? მაგრამ ჩვენთან სხვა რეალობა არის და შენ ჩარლი კირკს როდესაც წარმოაჩენს, მაშინ მე შემეძლება მოგცე უფლება, რომ ერთი ხო დავზმო ზალადობა, მაგრამ მეორე მხრივ ისიც თქვა, რომ ჩარლი კირკის კვლელობას თუ გმობ საპრეზიდენტო დონეზე, მაშინ ჰინდრაჯაბის კვლელობას უნდა დაგმო 6 წლის გოგო, რომელიც ისრაელმა ამერიკული წყუებით 355 წყუია დაახალა.
ამაზე ფილმიც გადაიღეს. მაშინ ეკლესიების სოფლიოში სიძველით მესამე ყველაზე ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის აფეთქება ღაზაში, რომელიც წერმა დაბომბა უნდა დაგმო. ჰოსპიტალების დაბომბა უნდა დაგმო, ხო? ამას ბევრი ნიუ-იორკელი წარმოშობით ებრაელიც კი გმობს, მაგრამ საქართველოს ხო არ ფსტანობს და აქედან გამომდინარე ესე ფულების დაწერა მე ვფიქრობ, რომ არ დაგვეხმარება. შეიძლება ის გაცვლაც არის, თუ აი მე ვცდილობ, რომ ტრამპის შეხედულებები დავიცვა, ტრამპის იდეოლოგია გავატარო და რამენაირად მივიღო კურთხევა, ტრამპმა მაღიაროს, რომ მე ვარ ლეგიტიმური მთავრობა, იმიტომ რომ ალბათ გესმით, რომ 2024 წლის მერე ბაიდენის მთავრობამ იმდენი ისეთი დანატოვარი დაუტოვა საქართველოს მთავრობაზე, თითქოს არ აღიარებდა. მაგრამ ეს სამწუხარო არის. გამომდინარე იქიდან, რომ ისევ გარედან ეძებს ლეგიტიმაციას, მე ვფიქრობ, რომ ამერიკა სისტემატურად ღირებულებებით ნაკლებად მოქმედებს და საგარეო პოლიტიკაში და უფრო მეტად მოქმედებს ინტერესებით. ღირებულებები მე ვერ ვიგებ, რა შეიძლება ქონდეს თალიბანს და ამერიკას ან მაგალითად ისლამისტებს და ამერიკას, მაგრამ ոչ საჭიროა თანამშრომლობა, ხო? დაახლოებით ეგეთი ვარიანტია. და აქედან გამომდინარე, თუ შენ ამერიკას უნდა რომ შენთან გადატრიალები მოხდეს, შენ რაც უნდა ეფიცო რომ შენ მასზე უფრო კათოლიკე ხარ, ანუ პაპზე უფრო კათოლიკე ხარ, ამას ვამბობ, ის ამას არ გაატარებს. ძალიან ბევრ შემთხვევაში, ბევრი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობაში მიიღია მონაწილეობა, ხო? ამავდროულად ის უნდა გავითვალისწინოს, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც საფუძვლად საქმე, ტრამპი არ მხოლოდ ამერიკის ინტერესებით მოქმედებს, არამედ თავის პირადი ინტერესებით მოქმედებს და დღეს ნახე ვიდეო, თქვათები, თამაშზე იყო ტრამპი და მას მომენტზე ცეკვავდა უკვე და ეს კალიკერკის მკვლელობა ძალიან მარტივად გადაუტანია, ასე მინდა ვთქვა. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს პოლარიზება მართლა უადგილო არის დღევანდელ დღეს ქართულ მოცემულობაში, როდესაც არ მგონია ამ საერთო ღირებულებებს და ამერიკაზე სწორებამ კარგი შედეგი მოგვიტანოს, მაშინ როდესაც ამ მთავრობას აქვს ხალხის ლეგიტიმაცია მიღებული, ამ მთავრობას ხალხისგან ლეგიტიმაციას მიღებული იმაზე, რომ იმოქმედოს ხალხისთვის უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად და ჩვენ ხედავთ, რომ არც ამერიკა და არც ევროპა ეს თქვენთან წინაზე თქვი მოსასწრებში გვამყოფებს მუდმივად, არ გვიღებს და ჩვენ ვერ განვითარდებით თუ მუდმივად იქნებით მოლოდინში. აი შევა, რა ვიცი, შვილი მეყოლებსა და კიდე რომ მოევის ხო 34 წლის ვარ და ბავშვობიდან ნატოს კარი ღიაა მესმის, ხო გესმით რა სწავლობ და რუსეთთან მარტო არ დავცეთ, აი ჩემი მეგობრები ზოგი მეუბნებოდნენ მე წინააღმდეგ, რუსეთთან უკვე მარტო ხარ დარჩენილი. ვინ დაგიცავს? რამე რო იყოს მომიზობა თურქეთში, მოაჭარა წაიღებს. თავისთვის. შენ არავინ არ დაგიცავს, ხო? ძალიან მარტივია, ჩვენ ნახეთ სირიის ტერიტორიას როგორ აკონტროლებს ეს თურქეთი. ვითომ ასადი გადააგდეს და ვითომ დემოკრატია და რაღაცა და ისლამისტი დასწრეს თავრობაში თურქეთმა თავის პროვინციები წაიღო, რაც ჭირდებოდა. მარტო გავლენის თემა არ არის, ეს ძალიან საფრთხეა. მით უმეტეს ახალ კონტექსტში, როდესაც შანხაის კოოპერაციის ორგანიზაცია ძლიერდება, მსოფლიო ბანკის ახალი ალტერნატივა. მე არა მეორე მხარეს ალტერნატივა გადავხდეთ, მაგრამ როდესაც ალტერნატივებიდან გადაჭრან ალტერნატივაში, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ეკონომიკურ ვალების აღებაში, რაც მეტი ალტერნატივა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ხო? იგივე სახელმწიფოსაც, პატარა სახელმწიფო მით უფროსია, ხო? აქედან არ აიღებ ამ წესს, აქედან აიღებს და კონკურენცია კაია, იმიტომ რომ თუ მხოლოდ ერთი მონოპოლისტია, იმ პირობებს თუ აღიარებს, საერთოდ დახმარებას ვერ მიიღებს, ხო? ეხლა სხვა მოცემულობა აქვს უკვე და თავდაპირველსაც მოუწევს თავის პირობების გადახდებას. იგივე რეალობაა ჩემი აზრით აქაც და ვფიქრობ, რომ ეს ტრამპთან ამ წერილების წერა დროის კარგვა არის, მის უმეტეს რომ ჩვენ ხედავთ ევროკავშირის ქვეყანაც კი იყო იმპერიალისტური იაპონიისა და ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის იუბილეზე მიძღვნილ, ასე ვთქვათ, სამხედრო აღლუმზე პეკინში მიწვეული. მათ შორის ჩვენ ნახეთ, რომ ჩვენი სამეზობლო აზერბაიჯანი და სომხეთი იყო მისული და ცოტა ეცბადებს, რომ საქართველოს არ იყო წარმოდგენილი მთავრობა, ამას რომ არ ვიყავით მიწვეული, თუმცა ჩვენთვის ეს კითხვის ნიშნებს ბადებს, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი არ სომხეთი ყოველთვის არ იყო ჯერ ოფიციალური სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს და ჩინეთის შორის ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და ჩინეთი არის ის ქვეყანა, რომლის დახმარებითაც თბილისთან ქუთაისში შეგვიძლია 2 საათს ნახევარში სასწავლო უკვე. გამომდინარე ახალი გზის დაგება და უბრალოდ ამის თქვა მიწოდა და
პორტის მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ეს კარები, რაც მიმდინარეობს ეკონომიკურად, ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიყენოთ და ერთ კონტინენტზე როდესაც ვთქვათ, ამერიკა არის ძალიან შორს, ასე ვთქვათ, პლანეტის მეორე მხარეს, გეოგრაფიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, უნდა ვიზრუნოთ სოციო-ეკონომიკურ განვითარებაზე, ნაკლებად ვიყოთ იმაზე ორიენტირებული, რა ომები შემოვიტანოთ მსოფლიოს ყოფილი ჰეგემონია ამერიკაც შემი გადმოსახედად აღარ არის ჰეგემონია. დამთავრდა მონორეს პოლიციანობა, პროფესორი მიშჰაიმერის და ჯეფრი ზაქსის ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე ვეთანხმები, ამერიკა იქნება კიდევ ძალიან დიდი ხანი ძლიერი ქვეყანა, მაგრამ ის აღარ იქნება ასე ვთქვათ, ციხის გულსაგი პლანეტისა, რა, პოლიციელი ასე ვთქვათ. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში არსებობს მემარცხენეობა, მემარჯვენეობა, სხვანაირი გაგებით. ჩვენ თან უფრო მეტად ახლო არის ევრაზიულ გაგებასთან მემარჯვენეობა მემარცხენეობის, ვიდრე ეს გვეგონა. უბრალოდ ვიცი გამიგრძელდა ამასაც დავუმატებ, მაგრამ სასწავლებლად დასლის შემდეგ ჩვენ ქვეყანაში მემარცხენე ძალები თითქმის არ არსებობს. კლასიკური გაგება. ჩვენთან ამერიკული მოდელი აღმოცენდნენ ლიბერალები და კონსერვატორები. როდესაც არც სოციალ-დემოკრატები და არც სოციალისტები არ არიან განსხვავებით ცენტრალური და დასავლეთის ევროპისგან. საბერძნეთიც კი მთავარი ოპოზიციო პარტია რადიკალური მემარცხენე პარტია არის, ხო? სირიზა იქნება ეს, საფრანგეთში მელენშონის, ლეფონსის მიერ არის ესპანეთი იმართება სოციალისტების და კომუნისტების კოალიციით და ასე შემდეგ, ხო? და ეს ჩვენთან არ არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ გვეგონა, რომ თუ საქართველოს გავიდოდა სოციალიზმისგან, ეს ნიშნავდა, რომ ეს იდეები, რაც იყო სოციალიზმი, არის წარსულში თაბარებული და ჩვენ უნდა გავხდარიყავით პაპიოფრო კათოლიკები. ჩვენ გავატარეთ რადიკალური პრივატიზაციის რეფორმები, ჩვენ გავანადგურეთ ჯანდაცვის სისტემა, განათლების სისტემა და ეს სახელზეც არის, იმიტომ რომ ახალი თაობა ბევრად უფრო ნაკლებად განათლებული არის პროპორციულად, ვიდრე იყო ეს მაგალითად თქვენი თაობა, ან თქვენი წინამორბედი თაობა და სამწუხაროდ გამოსცემ როგორც ლექტორი, როგორც ახალი თაობის შედარებით სახელმწიფო წარმომადგენელი. ეს ასე არის, ტექნოლოგიური პროგრესი არ ნიშნავს სოციალურ პროგრესს პირდაპირ ვამბობ, ხო? რომ მოსახლეობა იცლება, ჩემი ბავშვობის მეგობრები თითქმის აღარავინ აღარ დარჩა თბილისში და ყველა ან ბერლინში, ან ნიუ-იორკში გაქცევაზე ფიქრობს, რომ რამე სამსახური ნახონ. ის რომ ჯანდაცვა საქართველოში არის ძალიან ძვირი და ასევე უხარისხო, ეგეც პრობლემურია და ბანკები მართავენ ჯანდაცვას და ამ თემების გარშემო ხალხში არის პროტესტი, თუმცა ამ პროტესტს არ ხავს პოლიტიკური წარმომადგენელი. ესმით რა თქმა არ არსებობს ამის ორგანიზებული წარმომადგენლობითი სახე ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ. ეს პრობლემურია და მოსახლეობაში მოთხოვნა რა არის პირველი ეროვნულ ყველა გამოკითხვაში, მათ შორის აი ძალიან პრო-ნატო, პრო-დასავლურ გამოკითხვებში. ეს არის არც რელიგიური, არც ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, არც საგარეო პირველი არის უმუშევრობა, ხელფასები, ჯანდაცვა და სოციო-ეკონომიკური საკითხები. და როდესაც არის ხოლმე გამოკითხვები, რომელი პარტია ან პოლიტიკური ძალა არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოაჩენს თქვენს პრობლემებს ყველაზე კარგად. 61-59%, მოდი ვთქვათ 60% ამბობს, რომ არც ერთი. ანუ ეგ არის პრობლემა ჩვენთან, რომ პარტიების უმეტესობა არ გამოხატავენ მოსახლეობის სურვილს, ასე ვთქვათ, ან ხედვებს. და ძირითადი ბრძოლები ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს საგარეო პოლიტიკაზე, ან გარედან შემოტანილ ამ თემებზე, რომელთანაც საქართველოში არანაირი ქართულ რეალობასთან, ადგილობრივ მოსამართლობასთან არანაირი რეალური კავშირი არ აქვს. ლიბერალები იწყებენ ამას და მე კონსერვატორები, ასე ვთქვათ, რეაქციას აკეთებენ. ნუ კონსერვატორები რა, ოცნება, ასე ვთქვათ, ოცნებაში გახდა კონსერვატორები, ლიბერალი იყო, თავიდან სოციალ-დემოკრატიის დაიწყო ოპოზიცია. და ეს არის პრობლემა ჩემი აზრით და თუ ჩვენ ვერ დავინახავთ რა პრობლემებია მოსახლეობაში, ჩვენი მოსახლეობა მუდმივად შემცირდება. ქუთაისის მოსახლეობა არის 126,000. 250,000-იანი ქალაქი, ჩამოვიდა 126,000. მესამე გახდა სიდიდით. ასე ვთქვათ, დიდი თავა არის
საქართველოს. ყველა მოდის ან თბილისში, ან ბათუმში, სადაც არის სამორინეები. იქაც არ არის კარგი სამსახურები, ხო? ექიმების პროფესია, როდესაც ქვეყანაში 650 ლარია, 650 ლარს ფინანსურად ვერ გაიტანა. აქვს რა შეუძლებელია 4-5 სამსახურში მუშაობა. 4-5 სამსახურში რომ მუშაობ მე გადამწვარი ხარ, შეცდომებს უშვებ. უბრალოდ შეუძლებელი, რაც არ უნდა მაგარი პროფესიონალი იყო. 16 საათიანი მორიგეობიდან რომ გამოდიხარ, 24 საათიან მორიგეობაში რომ გარბიხარ, ეს არ არის ნორმალური. მე ხდება ის, რომ კადრების დაკლებობაა და ეს ხალხი გარბის საბერძნეთში, იტალიაში მოვლენებად, ან თუ ახალგაზრდები არიან, გერმანიაში პარავს ხოლმე, მას რა ქვია. ახალგაზრდა კადრების განდაცვის და ეს ტრაგედიაა რა ჩვენთან ხდება და ინვესტიციების მოზიდვა ბატონო კარგია, ეხლა იყო ლაპარაკი, რომ აი მოვიზიდავთ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს და ეს არ არის მხოლოდ რაღაც ევროპული ინვესტიცია, ან თურქული და დივერსიფიცირებას აზიიდან, სამხრეთიდან, აქედან იქიდან მოვიდა. მივესალმებ, მაგრამ ინვესტიცია ასე ვთქვათ მშენებლობის განვითარებაში real estate რაც არის ხო ამერიკაში მშენებლობის განვითარება ეს არ არის პროდუქტიული ეკონომიკის განვითარება ქვეყანაში. სასტუმროები არ არის პროდუქტიული ეკონომიკა, ხო ეს არის რა? ეს არის მომსახურების ეკონომიკა. მომსახურების ეკონომიკას არ მოაქვს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება. ეს არის პრობლემა. და მე როგორც მემარცხენე ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სამი სახეობა არსებობს. ხო ეს არის წარმოებითი ეკონომიკა, როდესაც რაღაცას ქონი, ეს არის დისტრიბუციული ეკონომიკა, მეორე და ეს არის მომსახურების ეკონომიკა. მხოლოდ მესამე ეკონომიკა, მესამე დონის ეკონომიკა, ეს არის ყველაზე დაბალი ეკონომიკა, მომსახურების ეკონომიკა. ეხლა ცდილობენ რომ ჰაბი ვიყოთ და დისტრიბუციაში ვიყოთ ჩართული. ესეც არ არის საკმარისი. ხალხი გარბის ქვეყნიდან, არაფერი არის წარმოება, მე კომპანიები, რომლებიც შემოდიან და არიან რაღაც დისტრიბუციაზე, მაგალითად Globus და Bolt-ის კურიერები, რომლებსაც მოაქვს და მიაქვს ნივთები, ძირითადად ასაქმებენ სამხრეთ აზიიდან ჩამოყვანილ მიგრანტებს, რომელსაც ქართველები უფრო ცუდ პირობებში ამუშავებენ, რომლის კონტრაქტებსაც არ უდებენ, იმიტომ რომ Globo ამბობს, რომ თითქოს მულტიმილიარდიანი კომპანია, რომელიც ველოსიპედზე და მოტოციკლებზე სწავს ამ ბიჭებს და გოგუებს, თანაბარი პარტნიორია ამ სასოდავი ადამიანის, შრომის კონტრაქტს არ უდებს და უდებს სერვისის კონტრაქტს, ბიზნეს პარტნიორობის კონტრაქტია ჩათვალეს. რა და არაფერი არ იცავს, რომ ჩემი მოთხოვნაა, რომ ადგილობრივი მუშახელის დაცვა უნდა იყოს, უცხოელების დასაქმებაზე მეტად უნდა იყოს ვალდებულება კომპანია ადგილობრივები დაასაქმოს, უნდა მოხდეს უსაჭირო გახდა ინვესტიციების, უცხოური ინვესტიციების და სახელმწიფო ინვესტიციების მიმართულების განვითარება, რაც წარმოება შეუწყობს ხელს ქვეყანაში, უნდა მოხდეს სასოფლო-სამეურნეო საკითხის მიხედვა, იმიტომ რომ თურქეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ გაანადგურა ჩვენი სოფლის მეურნეობა, შევარდნაძის დადებული ხელშეკრულება, რომელიც დღემდე მოქმედებს. მე მესმის, რომ მაშინ იყო პრობლემა 90-იანები იყო და ეს იყო მოკლევადიანი გამოსავალი, რომ ქვეყანაში არ ყოფილიყო სიმსილი, მაგრამ ის რომ გორსი პომიდორი აღარ მოდის მაგალითად, ხო და მოდის თურქული იაფი პომიდორი, ის რომ სამაცივრე გადამამუშავებელი და შენახავი საკონსერვო ფაბრიკა ხსნები აღარ არსებობს ქვეყანაში, ესეც პრობლემა არის და მე აი ბაზარი სადაც ბაზარი არის ჩვენ გარშემო, ძალიან დიდი ბაზარი არის ჩვენგან ჩრდილოეთით და ეს ბაზარი ასათვისებელია, მაგრამ ამ ბაზარს ვერ აითვისებ თუ შენ არ განავითარებ ამ წარმოებას, იმიტომ რომ დღეს უფრო ხარისხით უნდა დახვეწო, იმიტომ რომ რაც იყო თქვენ თაობას, რაც ცოდნებიც ჰქონდა, ეს ცოდნები არის დაკარგული ჩვენ თაობაში, ჩემზე პატარა თაობაში საერთოდ. მაგალითად, მე ვამბობ აგრარულ მეცნიერებები საერთოდ დაკარგულია ჩვენთან. ზუსტი მეცნიერებები საერთოდ დაკარგული არის და ყველას უნდა იყოს იურისტი, ეკონომისტი ან პოლიტოლოგი. სამწუხაროდ მე სამართლებით წავედი. ანუ აგრონომია და ისეთი თემები, რაც მაგალითად პრიორიტეტია ჩინეთში, თურქეთში, გერმანიაში, რაც არის აუცილებელი ქვეყნის განვითარებისთვის და ქვეყნები, რომლებიც ვითარდება, არის ამ საინჟინრო, სააგრონომიო, სამეცნიერო მიმართულებები, ეს ცოდნები ძალიან მაგარი ცოდნები ჰქონდა ჩვენთან. მაგრამ ეს სამწუხაროდ ბატონ ნიკოლოზ ჩვენ თაობაში არის დაკარგული. და აღარ ხდება ამის წარმოება, იმიტომ რომ ბაზარზე აღარ არის ამის მოთხოვნა. მაგრამ ამის მოთხოვნა რომ გააჩინო, შენ მაშინ სჭირდება სახელმწიფო ჩაერო ეკონომიკას. მას იდეოლოგიურად გამჯდარი აქვს, რომ სახელმწიფო არ შეიძლება ჩაეროს ეკონომიკას, იმიტომ რომ ეს სოციალიზმია. და ეგ არის ტრაგედია, იმიტომ რომ თურქეთის რო თუ თესია, მაგალითად ხო, თურგუთ ოზალის პერიოდში 80-იან წლებში, ეგრეთ წოდებულ
მემარჯვენე ვითომ მემარჯვენე თურქეთში თავრობა ერეოდა, ხო? და სოფლის მეურნეობებში კოოპერატივებს აფინანსებდა, პირობითობას დებდა, როგორ დასაქმებულიყო და დღევანდელ დღეს ჩვენ ხედავთ, რომ თურქეთი აწარმოებს სარეცხის მანქანას. ხოლო ჩინეთში, როდესაც 1980 წელს ერთულ მოსახლეზე წელიწადში მოდიოდა $180. ერთულ მოსახლეზე. დღეს მოდის $13,000. რაც ძალიან დიდი ნახტომია, ხო? და ეს $13,000 ში ჯინპინის მოსვლამდე 2012 წელს იყო 6,000. 7,000-ით გაზარდა, რაც ძალიან დიდი ნახტომია. 1980-დან 2012-მდე გაიზარდა 180-დან 6,000-მდე და 2012-დან 24-მდე გაიზარდა 6,000-დან 13,000-მდე. ხედავთ რამხელა ნახტომებია? ყველაფერი ჩინეთში იწარმოება. რაღაც ამერიკიდან რო გინდა გამოიწერო, ადევს ამერიკული ბრენდი, მაგრამ იცი რომ ჩინეთშია გაკეთებული, უბრალოდ ბრენდს არწავენ იქ, ხო? აქედან გამომდინარე, ეს არის მნიშვნელოვანესი რაღაცა. ჩვენ პატარა ქვეყანამ რა უნდა ვაწარმოოთ, როგორ უნდა განვითარდეთ, ხო? მე არ ვამბობ, რომ ჩიპები ვაწარმოოთ და BYD-ნაირი ელექტრომანქანები გამოვუშვათ, როგორც ჩინეთი აკეთებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ელემენტარულად ის ტრადიციული ბაზარი ავიჩვისოთ, რომელსაც ჩვენ გამოსწეული ვიყავით და რომელიც გაყიდული და განადგურებული, ჩაიდან დაწყებული ბორჯომით დამთავრებული, რომელიც საქართველოს არც ეკუთვნის. აი ეს არის ტრაგედია. მე ბორჯომიზე თუ გინდა ბორჯომის გაკეთება, მე შეგვიძლია სუფის წარმოება დაიწყო, ხო, ბოთლებისთვის და ასე და ასე და მთელი ჯაჭვური გადალაგება ხდება სახელმწიფოს და მე როგორც მემარცხენე, ჩემს ეს არის, აი იმიტომ დავიწყე ამ ყველაფერს ლაპარაკი. ეს არის ჩემთვის როგორც მემარცხენესთვის ხედვა. ბევრი მეუბნება, რომ ის საბჭოთა კავშირი ხო იყო, საბჭოთა კავშირი ესე, მაგრამ საბჭოთა კავშირი რაც იყო, იმით ავტომატურად ეს ხელიდან გადანგრევა, ხელიდან გადასმა, ეს იგივე იყო, რაც სააკაკმა გაკეთა ყველანი უნდა ჩაირეცხონა რა და ესე არ ხდება, ანუ რომის იმპერია რო დაინგრა, აღმოსავლეთ რომის იმპერია დარჩა, მაგრამ დასავლეთ რომის იმპერია რო დაიშალა, რამდენი საუკუნე იყო მერე ბნელი წლები რენესანსამდე, ხო? ბიზანტია ქაცავდა აღმოსავლეთს უბრალოდ. და იგი იყო განსხვავება. აი ეს არის ტრაგედია ჩვენთანაც, აი როგორ გითხრათ, აი ის როცა dark ages, ბნელი ხანა არის, იმიტომ რომ ყველა მიდის. განახევრებული 90 წლის შემდეგ ჩვენი მოსახლეობა და ეს ტრაგედია არის და ეს მოგვიტანა ჩვენ რადიკალურმა მემარჯვენე პოლიტიკამ, რომელიც თავიდან დაიწყო რაღაც უაზრო ნაციონალიზმით, რელიგიური ფუნდამენტალისტური წარმოდგენებით, ეთნიკურ უმცირესობებზე, აი საქართველოს ქართველებისთვის რაღაცა და არავინ არ იფიქრა ეკონომიკაზე. შემდეგ დაიწყო აი ევროკავშირის შევალთა გადავცებით და NGO-ების აღზევება და ლიბერალიზმის აღზევება და მოსული ვართ აქ და არავის ცხოვრება 34 წლის მანძილზე არ გამოსწორებულა და ვინც სამწუხაროდ გონიერი და კარგი ტვინი ყავდა ჩვენ და ამის გამოყენება შეიძლებოდა ის ადამიანები ქვეყნიდან წავიდნენ, ტოვებენ მასიურად და სიცოცხლეში ადამიანები უცხოეთში თავის პროფესიითაც არ მუშაობენ, მაგრამ ბევრად უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე მათ შეუძლიათ იცხოვრონ ჩემს ქვეყანაში და მე ამას ვხედავ. მათ შორის ჩემს თიბეზეც ამას ვხდნობ. ანუ კაცად გერმანიაში ჩემს ცხოვრება და სადაც თიბეზე ვაყოფ უბრალოდ და მე ეს არაფერს და ცხოვრების ხარისხზე ეკონომიკური კუთხით და ეს თუ არ შეიცვალა რაღაც გონივრული შუალედით თუ არ დავიჭირეთ, არ ვამბობ რომ აუცილებლად მაინც მემარცხენე სოციალისტური პოლიტიკა, მაგრამ უფრო გონივრული არ არის ჩვენთან ძალიან რადიკალური მემარჯვენე ეკონომიკური რეფორმების გატარება. რაც მაგალითად არ გატარებულა ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომლებიც ბევრად უკეთესად არიან ჩვენ. საქართველოს მოსახლეობა პოსტსაბჭოთა სივრცეში შემცირდა ყველაზე მეტად. ჩვენს მერე მოდის მოლდოვა. 15 რესპუბლიკას შორის ჩვენ მოსახლეობა ყველაზე მეტად არის შემცირებული. 30%-ია დანაკლისი. 30% ჩვენად პატარა ერისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. და ყველას ვისაც გარშემო ეხა მოსწავლეები ვყავთ, ხო? 23-25 წლის ახალგაზრდები არიან, ზოგადად 10 წლის ახალგაზრდა სტუდენტები და ყველანი ფიქრობენ, როგორ წავიდნენ გერმანიაში. იმიტომ კი არ ქვეყანა არ უყვართ, არა გერმანია ძალიან ლიბერალებია, არა, უბრალოდ რომ ხალხარი არის სიყვარული და ცდილობენ, რომ ახალგაზრდა წყობა რამენად თავი გაიტანს და არ გამოძით უბრალოდ და მართლა არ უნდა თქვას, უბრალოდ ვალდებული, აი როგორ ხდება ფიზიკური თვით გადარჩენის წინსა თავისი ახლობელი ადამიანებისთვის მიდიან და ბევრისთვის ოჯახის ენგრევა მე გამომდინარე ეს ძალიან მართლა ტრაგედია არის, იმიტომ რომ ჩვენნაირი განათლებული ხალხი
მომსახურე პერსონალი ხდებით, მე დასავლეთში ადამიანები სამოდაი ორ მაგალითს ვიტყვი კიდე, გამიგრძელდა ეს თქმა. მე მყავდა ჩვენ მყავდა ორგანიზაციაში ერთი ჟურნალისტი, რომელიც დაყვა დასავლეთ საქართველოსთან გუნდს, რომელიც მიდიოდა სეზონურად ხილის კრეფაზე თურქეთში. ეს არის აღმოსავლეთ თურქეთი. ჩვენი ასე ვთქვათ ოკუპირებული ტერიტორიები, მე ესე ვყვი. სადაც ამ ადამიანმა ვიზეც მუშაობდა, ჟურნალისტი იყო და გამოძიებას აკეთებდა. წერა-კითხვა არ ეთქვა და ხელზე თვლიდა. აი ეს მდგომარეობა და ჩემი ბავშვობის მეგობარი და კლასელი, რომელთან ერთადაც გერმანიაში ვიყავი და ის მუშაობდა თან მომლელად, ხოლმე ბავშვების მომლელად ბერლინში. მას გაუკვირდა მის ოჯახს და საქართველოსთან წამოსულმა ახალგაზრდა გოგონამ იცოდა მაგალითად ფორტეპიანოზე დაკვრა. და საქართველოს ფორტეპიანოიც თუ აი ესე გვიყურებენ და მეთქი თქვენ წარმოგიდგენთ თუ გაქვთ ვინც ელაპარაკებს საერთოდ. ესე დამოკიდებულები მე ჩემ თავზეც მივიდნენ, არაერთი. ეს სამწუხარო რეალობა და ამის შესაძლებლობა გვინდა მე ვუყურებ, რომ თავიდან ბოლომდე ეკონომიკური პოლიტიკაა შესაძლებელი და ის რადიკალური ხედვებია ამოსაზრდილი, რომელიც მაგალითად სოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ამ რადიკალურმა პოლიტიკებმა მოგვიტანა ის, რომ საქართველოს ბანკი აკონტროლებს სავალუტოებს 50%-ზე მეტ, საქართველოს ბანკს უბრალოდ ქვია საქართველოს ბანკი და სინამდვილეში იმართება საერთაშორისო უცნობი ბორდის მიერ ლონდონიდან, ეს ჩემი აზრით პრობლემურია კიდეც. აი ამ თქვა შემეძლო ამ მიმართულებაზე ძალიან დიდი პასუხი გაგეთ. ბატონ რეზო, ძალიან დიდი მადლობა, ზუსტად მსურდა რომ აი ესე გლობალურად გაგეცათ პასუხი და დიდად მაყოფილი დაგჭით და ბუნებრივია ჩვენი მაყურებელიც. ეხლა თქვენ რომ საუბრობთ 2-3 თემა ამოვიწერე, რაზეც მინდა რომ ეხლა კლავად შეგეკითხოთ, მაგრამ აქცენტით შოსი. ანუ შანხაის და მენიშნა და უბრალოდ რაღაც ცირე რემარკასავით შეიძლება ჩემი აზრი და შემდეგ თქვენი აზრი და შემდეგ გადავიდეთ ისე სოციალურ პრობლემებზე. მე რასაც უსმენ საქართველოში არსებულ ანალიტიკოსებს, სპეციალისტებს, ორნატილად არის გაყოფილი. ზოგი თვლის, რომ საქართველოს წარმომადგენლობა უნდა ყოფილიყო შანხაიში და მეორე ნაწილი ამბობს, რომ ეს არ იყო გამართლებული რიგი პოლიტიკური მიზეზების გამო. მე მაინტერესებს, მე სიმართლე გითხრათ პასუხი ვერ გავეცი, იმიტომ რომ ორივე ამ პოზიციაში ჭეშმარიტების მართლობს პოულობ. ახლა ვიცი რომ პოლიტიკურად ამბობენ რომ დაუშვათ აი იმ კოგორტაში ვინც ფართო ეკრანზე გვაჩვენეს და მით უმეტეს იმ პომპეზურ ალბომზე ქართველებს რა უნდოდა, მაგრამ თან ისიც მაღელვებს რომ სომხები და აზერბაიჯანელები მოდი ესე თქვა პირველი პირები ჩავიდნენ და მათ რაღაც კავშირებზე ჰქონდათ საშუალება რომ ამ 2 დღიან 3 დღიან შეხვედრაზე რაღაცები ეკეთებინათ. ხვდებით და აი თქვენი აზრი რა არის ამასთან დაკავშირებით? ჯობდა რომ დელეგაცია წასულიყო? ცალსახად რა თქმა უნდა კი. იქიდან გამომდინარე რომ მე ვფიქრობ რომ არანაირი კონსტიტუციური ჩანაწერი ამას ხელს არ უშლიდა. იქ არავინ არ არის, იმიტომ რომ ოფიციალურად ის არ არის ამ კონსტიტუციური ჩანაწერით ასე თქვა თქვენ პირდაპირ ნატოს თუ ყავდა ადრე მოწინააღმდეგე ვარშავის პაქტი არ არსებობს. ნატო და ევროკავშირი, ევროატლანტიკური ალიანსი ოფიციალურად ლეგალურად ეს ჩანაწერი არის პოლიტიკური სიტყვების თამაში. რახან იქიდან გამომდინარე რომ ევროკავშირის და ნატოს თუმცა სხვა რაღაცა იყო, ეხლა კი შეიძლება ერთი გასწომა, როდესაც ჩაიწერა სხვადასხვა იყო. დე ფაქტოდ მაინც ამერიკა არის ყველას ბოსი, მაგრამ თქვენ ნახეთ რამდენიმე კვირის წინ ალიევიც და ფაშინიანიც, სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირები დონალდ ტრამპთან ერთად თეთრ სახლში. მე 2 კვირაში ნახეთ ში ჯინპინგთან და პუტინთან ერთად ჩინეთში. და ის რომ რუსეთი რამენაირად საპირწონეა, ან ჩინეთი რამენაირად საპირწონეა ამ ჩანაწერის, ეს არის აბსურდი. ეს არის რაღაც ქართულ ლიბერალურ მისში შექმნილი
ჩარჩო, რომელიც რეალობას არანაირად არ აღწერს. მის უმეტეს ლეგალისტური ჩარჩოდან და პოლიტიკურად აბსოლუტურად მოქნილი, ამ შემთხვევაში ვერაც რომ მოქნილია, ხო? ლეგალური პრობლემა იქნება ამ შემთხვევაში მაშინ, როდესაც შენებს რომ არა მე არ გავხდები ევროკავშირის წევრი. აი მაშინ შეექმნება ლეგალური პრობლემა, რასაც კონსტიტუციაში რო იწერია საგარეო მიმართულება, ეს ქვეყნისთვის ჩემი აზრით გამღუპველი არის და ეს ჩანაწერი არაგონივრულია და არაბრძნულია. იმიტომ რომ უნდა მეტი სიბრძნე გამოვიჩინოთ ხოლმე საგარეო პოლიტიკაში და ბევრად უფრო მოქნილები ვიყოთ, იმიტომ რომ მოქნილი თუ არ არის საშინაო პოლიტიკა კიდე სხვა თემაა, მაგრამ საგარეო პოლიტიკა თუ არ არის მოქნილი, იმიტომ რომ ამინდი იცლება ისე რომ ჩვენ ხშირად არავინ არ გვეკითხება და ჩვენ არ ვართ ისეთი ძალა რომ რამის გადამწყვეტი უნდა გქონდეს, ნუ ხა კონსერვები თუ არა და პირველი მსოფლიო ომის თუ არ გქონდეს იმ კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ნახეთ ასევე სლოვაკეთის, სერბეთის, ბევრი ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი ხო, ქიცოთ რომელიც ამბობს, მე ფაშიზმის წინააღმდეგ ყველგან წავალ, სადაც ფაშიზმის დამარცხებას აღნიშნავენ და მე ჩემი წინაპრები ამას შეეწირნენ და მგონი ჩვენი წინაპრებიც ამას შეეწირნენ ბოლო-ბოლო არ მინდა ძალიან შორს წავიდე, მაგრამ თავარი ლიდერი ანტიფაშისტური ძალის მაშინ ქართველი იყო. თავარი რამდენიმე ლიდერი. უბრალოდ მინდა თქვა და მაყურებელი გაიგებს, რასაც ვამბობ. ეს თემაც კიდევ უფრო ნაკლებად დაცენზურებული ხდება საქართველოს. კიდევ ერთი მსწავლი თემაა, მაგრამ უნდა დავფულიყავთ, იმიტომ რომ ბევრი კონტაქტების მიღება შეგვეძლო, 1000 რაღაცა არის. რა არის აუცილებელი? მაინც ერთ საათში მოვყვედრილი ყავით ბოლო-ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრის გაგზავნა შეიძლება. აი აბსოლუტურად გეთახმებით, იმიტომ რომ ჯერ ისეთი უერთები იმ პათოს, რომ ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულება, ამათ ჩემი მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში და ეს ჩემთვის ორმაგად სენსიტიური თემაა. და სურდა რომ ჩვენები ყოფილიყვნენ იქ. ნუ გასაგებია რომ 78 მუხლი და ეს ევროინტეგრაცია და რაღაც, მაგრამ თუმცა ხო ეს ხო ყველამ ვიცით რომ ეს უკვე შეუსრულებელია. და მეორე ის რომ ნუ თუ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას უბრალოდ შეეშინდა იმისა რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა მიტინგზე გამოვიდა და იტყოდა რომ აი სი ძინპინთან და შანხაიში პუტინთან ერთად საერთო ფოტოზე მოხვდნენ. ნუ თუ ამ დონემდე არის დასული ეს ყველაფერი. ეს პოზიცია გაწყვეტინებს ნიკოლას, მაგრამ ნუ ირანში თავიდან პრეზიდენტის გარდაცვალების მისასამძიმებლად, ხო? რაც ჩემი აზრით ძალიან ნორმალურია, როდესაც სამეზობლოში ხდება ეს, რა, იმიტომ რომ ირანი თურქეთიც გერმანიაზე და საფრანგეთზე და ბრიტანეთზე ბევრს არიან და მოდი რეალისტები ვიყოთ, სად მდებარეობს, ხო? და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მეც დაახლოებით ფიქრობ, იქნებ ვცდილობდნენ რომ ამერიკისთვის ეჩვენებინათ ბატონო ტრამპ, აი ხედავთ აქაც არ წავედით და ჩარლი კირკის მკვლელობაზე დაწერილ სამძიმრებს გავდა თითქოს ეს ნაბიჯები. და აქედან გამომდინარე ეს შეიძლება ესეც იყო გათვლა, რომ აი ბატონო ტრამპ, პრეზიდენტო ტრამპ ნახეთ საქართველო არ წავიდა იმ ფორუმზე, რომელზეც პოტენციურად თქვენ შეიძლება აღიქვათ არამეგობრულად. და მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემურია, იმიტომ რომ ამერიკაში ხელისუფლებები იცლებენ, მაგრამ საგარეო პოლიტიკა მათ ნაკლებად იცლებენ. თუ ამერიკას უნდა შენი გადატრიალება, ის მაინც შეეცდება შენ გადატრიალებას და ამერიკას რომ უნდადეს საქართველოს ხელისუფლება აღიაროს ქალის ნება, რომელმაც ხმა მისცა ამ ხელისუფლებას, ის აქამდე გააკეთებდა. ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ ამერიკა მანიპულირებს ახლა საქართველოს. შეიძლება არც ცალი ეკიდეთ იმდენ რაღაცაში. ტრამპი არ ეუზარებს, ჩვენც არც ცალი აქვს, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს უფრო დიდი მანიპულაციას მოსაწოდში ყოფნა ბევრად უფრო დიდი მანიპულირების საშუალებას იძლევა. იგი რეალობა აქ. აქედან ისე ჩანდა, რომ ეს ჩვენი ჟესტი მაინც არ იქნა აღქმული ადეკვატურად. მე ვამბობ, როგორც ქართულ ოცნებას წარმოედგინა საქართველოს მართლაც ჩვეულებრივად ძაღლიყებდა კარავანი მიდიოდა, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს ეს ერთი და მეორე თუ მართლა მართლ გუნდს შეეშინდა იმისა, რომ უბრალოდ მომიტინგების რაოდენობა დაუშვათ
1000-2000 კაცი გაიზრდებოდა, უბრალოდ ეს არგუმენტი ჩემთვის მიუღებელია. და გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ როცა მაგალითად ხელისუფლების სათავეში ხარ, მარტო მართლ გუნდზე არ უნდა იყო დამოკიდებული და რაღაცა გარკვეულ წრეზე არ უნდა იყო პასუხისმგებელი, უნდა იყო რახანა ქვეყნის ხელისუფალი ხარ, უნდა იყო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაზე კი არა, სრულ მოსახლეობაზე პასუხისმგებელი. ის შენი ოპონენტია თუ მომხრეა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ ქვია მართველი და იმიტომ ხარ ხელისუფალი. ეს ჩემი აზრია. ეხლა რაც ჩემთვის ყველაზე გულსატკივარია, ის არის რომ იმაში აბსოლუტურად დაგეთანხმებით, რომ ბევრი პროფესიონალი, ვინც აქ მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი თუ გახსოვთ ადრე ტაქსის ზღოლებზე შაყირობდნენ, რომ მე ტაქსის ზღოლი კი არ ვიყავი მთელი ცხოვრება, 2 დიპლომი მაქვს და იცით რამდენი 2 დიპლომიანია, ოღონდ ნამდვილად 2 დიპლომიანია აქ და მუშაობენ მშენებლობებზე, ჩემსავით მძღოლები არიან. სხვათა შორის აი ყველა პროფესიონალი მშენებელი კი არ არის, აი შავ მუშათაც კი მუშაობენ. რატო? იმიტომ რომ ელემენტარულად, როცა მეუღლე ყავს და 2 შვილი, მათი გამოკვება არის უკვე წარმოუდგენელი საქართველოს რეალობიდან გამომდინარე. და ჩამოდიან და მუშაობენ და ხა გამოდის ისე რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ლოზუნგებით მიდის ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა ამერიკას არ უყურებს საქართველოს. ესეც ამერიკას უკვე მაგდია მისული დამესახვა და არაფრით აღარ განსხვავდება. ოკეი, აქაც ლოზუნგი და ლოზუნგამდეა. მიუხედავად იმისა, რომ მე ტრამპის მომხრე ვიყავი და ვარ, იმიტომ რომ მე კარგად მახსოვს და ბაიდენის სისტემა ჩემ თავზე ვიწვნიე პირადი უსაფრთხოების მდგომარეობა გამომდინარე. მაინც ტრამპი ესეც ჩემი ის არის, რა ქვია, საყვარელი პერსონაჟია, მაგრამ აქაც უკვე ლოზუნგებისა და არჩევნებიდან არჩევნებამდე მიდიან და ეს შორს არ წაგვიყვანს და ეხლა ყველამ ვიცით უკვე, რომ აი ის ეკონომიკის ზრდა გამოწვეული არის 2022 წლის 24 თებერვალს საომარი მოქმედებები რომ დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის, აი ის დიდი მასა რომელსაც გააჩნდა საკმარისი ფული, რელეგანტები, რომლებიც მოასწრნენ ზედალარს და გადმოვიდნენ საქართველოში, მათ შემოიტანეს გარკვეული კაპიტალი, მე როგორც ვიცი, სახლებიც გაიყიდა, ბინებიც გაიყიდა და კომერციული ფართებიც და მაგრამ ეს ხო იმას ნიშნავს, რომ კბილის პასტის წარმოებაც არ დაწყებულა. ეხლა ალბათ კბილის პასტა ყველაზე რთული ის ამოვირჩიე ეხლა თემა. იცით რა არის არა გეთახმებით ნიკოლოზ, მაგრამ ეკონომიკა შეიძლება გაიზარდა. გაიზარდა საერთო რაოდენობა, მაგრამ ჩვენ ჯიბეზე არ აისახა, უფრო გაძლიერდა ყველაფერი. აი არის ამ გაიზარდა კონკრეტული ბიზნესმენების შემოსავალი და შეიძლება გაიზარდა ეკონომიკაში ფულის ტრიალი გაიზარდა, რაც არნიშნავს, რომ მასწავლებელს ექიმს ან თუნდაც ტაქსის ხოს მოხმარდება. აი არის ტრაგედია, პირიქით, უფრო გაიზარდა დასაქმება საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ემიგრანტების, როგორც არის ბოლდე და ასე, იმიტომ რომ ადგილობრივების უფრო მეტად უნდათ, უფრო დიდი მოთხოვნაა და ადგილობრივებისთვის 1000 ლარი გადახდა საუნდა და 1000 ლარი დღეს არის $300, ხო დაახლოებით. და მე იმაზე ხდება გული, რომ ეს ერთგვარი ბუმი ბუნებრივია, ეს იცი თქვენ პოლიტეკონომისტი ზანდებით, როგორც აღმავალია, შემდეგ გადის ვაკეზე და მერე ეშვება და აი ეს ლოგო დაშვების პირას არის და მერე მორი ომს უნდა დაველოდოთ სადმე სამეზობლოში, რომ ფულიანი ხალხი შემოვიდეს და უტრიერე ბუნებრივია, იმიტომ რომ ირაკლი ყობახიძე ამას წინათ იყო პომპეზურ ახსნაზე მეტალოკონსტრუქციის ქარხნისა, არმატურის წარმოების მე მგონი და ერთადერთი ქარხანაა და ამ დროს სანამ ეს ქარხანა გაიხსნებოდა, ბოლო 30 წელიწადი დონბასიდან, ანუ აი ზუსტად იმ აღმოსავლეთ უკრაინას შემოდიოდა არმატურა. კი ბატონო. მივეცამეთ, როგორც თქვენ 13 წელიწადში ამ თავრობამ ერთი ქარხნის გახსნაზე მიგვიწვია. 13 წელიწადში. ეს მივეცამეთ, მაგრამ სამოსნობა როდესაც უნდა ვიდოთ ამას სამოსნობა არ ვიცი და
კიდე რა გეტყვით, იცით რომ მაგალითად ბინა რომელიც გირდა კირა, აი სტუდენტები ვინც გამოდიან თბილისში რაღაც სასწავლებლად, ხო? $300 როდესაც იხდი კირაში, ეს კატასტროფაა თბილისში. შემდეგ, როდესაც რუსები შემოვიდნენ, ქართველები გაყარეს, იმიტომ რომ კონტრაქტები, ბინის ფასის რეგულირება, rent control რაც არის, კირის კონტროლი რაც ამერიკაში არის და ბევრ რაღაცას იცავს მაგალითად, ხო? საქართველოში არის $300-დან $1500-მდე გაზარდეს ბინის კირები. მაგალითად, არაქის ფასი გავარდა ისე რომ არაქები მაგალითად ჩაკეტილი არის შუშის იმებში იყო ჩაკეტილი რომ იპარავენ არაქს ყველაზე მეტად რომ არაქს ვერ ვარწმებიან ქართველები არაქიანი პური ფუფუნება გახდა ის რომ მაგალითად ჩემი თვალის წვეთები ესე ჩემი თვალის წვეთები რომელიც სიმშრალისთვის ვიყენებ 14 ლარიდან ავარდა 25 ლარამდე ლარით გაიზარდა ამის ფასი ის რომ ბაბუეჩენის დიაბეტური პური რაღაც ლარი და 15 და ლარი და 20-დან 2.75 გახდა ხო ანუ კატასტროფული ფასების მატება არის თუ მაგალითად მე შემეძლო 4 წლის წინ წავსულიყავი კაფეში უბრალოდ კაფეში და ყავა დამელია და მაგალითად რაღაც სენდვიჩი მეჭამა 20 ლარად ეხლა 30 ლარი უბრალოდ ერთი კერძი და ყავა ესპრესო 12 ლარი გახდა ცენტრში ქალაქში აი ამ ხელა ესპრესო თავიდან ბოლომდე გაცვლიაზე ყველაფერი უსხოელებზე ტურიზმზე და ქართველები ვართ ექსპონატები და თავდივარ შევუწევთ როგორ სლავენ და კარგი ცხოვრებენ უცხოელები ჩვენს მიწაზე მე მარტო ზუსტად რაღაცა კონკრეტულად კი არა ტურისტებს დავაყენებ შემთხვევაში რა და ეხლა მოსკოვიდან ჩამოსული ადამიანი რომელიც ომს გადაურჩა ერთი მეგობარია და კითხე რამდენია მეთქი შენი ხელფასი და არის აიტიშნიკი ექსპერტი თავის ხელფასთან არის თბილისში მოსკოვიდან რა და $14,600 ხელფასია მე $14,600 თუ არის ხელფასი, ფაქტებსაც იყიდი საქართველოში და ყველაფერს და მოსკოვში ძალიან მაღალი ხელფასებია ეთყობა ახსენებს მეორე მაგას იმას ქართველი არის და იმის ხელფასი 4,000 ლარია. ოღონდ საქართველოში მუშაობს პლუს მინუს. პლუს მინუს იგივე პოზიციის იგივე სფეროში, ოღონდ ერთი საქართველოში მუშაობს თურქულ ფირმაზე და მეორე რუსეთში მუშაობს მოსკოვში მუშაობს თბილისიდან, რუსია ისეთი. თუმცა რუს ქართველი, დედა ქართველი, მამა რუსი. აი ეს კომაროვსკა ბატონებას ვიცი სამწუხაროდ ვიცი და წარმოუდგენელი რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში მე ბატონ თემურ მაისურაძესთან მქონდა საუბარი და საინტერესო პოდკასტი ჩავწერე და ყველა ჩემი რესპონდენტა ვინც საქართველოში ცხოვრობს და მეტნაკლებად ინფორმირებულია და მათ სიტყვას ასე ვთქვათ საჯარო ფასი აქვს ყველა ამბობს რომ ნუ ჯანდაცვის სფერო გადავიდა სრულ კომერციალიზაციაზე და მე მახსოვს თქვენთან ერთად ჩაწერილი პოდკასტი, როცა ბრძანეთ, რომ საქართველოს ბანკი ფინანსური ორგანიზაცია ფლობს ჰოსპიტალების გარკვეულ ნაწილს. მერე გაირკვა, რომ მთლიანად საავადმყოფო სისტემას. და აი მაინტერესებს უბრალოდ როდის უნდა დაიწყოს რეფორმა როცა 2012 წლიდან 2025 წელია. ის როგორი საკითხვა არის? როგორ ვიწყოთ? აკვანდო საკითხვა არის და ამაზე დავხაროთ მე პასუხს ვერ გაგცემ. ამაზე პასუხი უნდა გაგცემ მე და თქვენ. იმათმა ვისაც ჩვენ ვასაქმებთ. ანუ ჩვენ ხელისუფლებას. და ტრაგედია იცით რა არის კიდე, როდესაც ნახავთ უბრალოდ საარჩევნო პროგრამა, ну, ხელს ადგილობრივი არჩევნებია, ადგილობრივ არჩევნებში ეგეთი პროგრამები ნაკლებად არის, რომ ეგრეთ წოდებულ general elections, ანუ საპარლამენტო საქვეყნო არჩევნებზე როდესაც მაშინ გება ეგეთი კითხვები, ხო? პროგრამებში იცით რა წერია ხოლმე, საერთოდ არ არის ეგ საკითხები განხილული. ოპოზიციის პროგრამა კიდე უფრო უარესად მომხრე არის, რომ ყველაფერი უფრო კერძო გახდეს და საერთოდ რა დახმარებები ონკოპაციენტებს და მაგალითად ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ საერთოდ მაგაზე არ დაიხმარებოდეს ფული, აი ეს სიგიჟეებს. რა. მე შარშან მქონე ინსტიტუციონალური პოდკასტი, ხოჭებს მე ჩაგიგებ. ვერ ნახობი არ აქვს, უბრალოდ მსხვერპლებს გავაკეთეთ სერია. მე და ჩემმა მეგობრებმა ამ საკითხების გაიჩა ბატონო რევას.
გაითიშა ბატონორებას. ეხლა ჩახარ, არა უშავს ის 5-6 არის მნიშვნელობა რა. ჩვენ კარტინკაზე არ მუშაობთ, ჩვენ იდეალ თემებზე. ძალიან სერიოზული წვემა არის და ხანდახან მასწავლა ხოლმე ინტერნეტზე თუ რა აისახება. ხო, აქაც მსგავსი სიტუაციები არ გაგვიგვირეთ. მე ძირითადად იყო საგარეო პოლიტიკაზე პოლიტიკური პროგრამა უნდა იწეროს პარტიას ან საიტი, მაგრამ ნაციონალურობა საიტით აღარ არის. და ლელოს კონდა რუსულ სიმღერას აგრძელავდნენ, მაგას ვწერდებოდა. სამეთეორო კავშირის პროცესს ააქტობენ. არასერიოზული არის ეს ჩემთვის ხა. პოპულისტურად შეიძლება იყოს ან რაღაც ან ბოქს კონდა კონსერვატულ ძალებს რომ აი ეს რა ქვია ემიგრაციას გავამკაცრებთ. როგორ გავამკაცრებთ, როგორზე პასუხს არ აღარ არის. ან რაღაც აი სოციო-ეკონომიკური თემებიც არ არის და მთავრობას ჰქონდა 2012 წელს მე მახსოვს 12 წლის პროგრამა, რომ გამემარცხენე პროგრამა ჰქონდა უცბად, რომ ქარხნებს ავაშენებთ, ფაბრიკებს ავაშენებთ, ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ, პენსიები გაიზრდება, საგადასახადო სისტემა იგივე დარჩა. დღეს 200 ლარზე ხელფასზე 20% ხდი, 200.000 ლარზე ხელფასზე 20% საქართველოს. ბოდიში. 20 არის საშემოსავლო income tax არის ძალიან მაღალი. პლუს ამას მიიღეს ისეთი საპენსიო რეფორმა, სადაც დაგროვებითი პენსია სავალდებულო გახდა, მაშინ ყველა მეც ვიყავით 40 წელზე ნაკლები და ძალიან საჭიროა რომ ჩვენი დაგროვებითი პენსიით ითამაშოთ ბანკებმა საერთაშორისო ბირჟაზე დაკარგონ ეს მე როგორც საბერძნეთსა და იაპონიაში მოხდა. იმიტომ რომ საქართველოს დეპოზიტური და კომერციული ბანკ-საბანკო საქმიანობა კიდე არ არის გაყოფილი. რაც მაგალითად ამერიკაში მოხდა კლინტონმა, როდესაც გააუქმა Glass-Steagall Act-ი, რომლის გამოც მე ობამას დროს მთელი საშინელი კრიზისი იწვია ამერიკამ, ხო? მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე გავართ და ჩემი თაობის პერსპექტივაზე მე რო გითხრათ, თავარი ამასავალი წერტი არის, რომ ორ რაღაცას ვთქვი გამოსავთ, ეს არის გონიერი, ბრძნული საგარეო პოლიტიკა, რომელიც იყოს მოქნილი. არ უნდა ეწეროს, რომ უნდა გავხდე წითელი მწვანე ლურჯი, ყვითელი ან ნებისმიერი მიმართულების მიმდევარი საგარეო პოლიტიკის ამბავში. თემს კონსტიტუციაში უნდა ეწეროს, რომ მე დავიცავ საქართველოს ინტერესებს და უნდა იყოს მოქნილი და უნდა მიეხედოს სოციო-ეკონომიკურ სიტუაციას და სოციო-ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ოცნება, რომელსაც ატარებს ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ატარებს შევარდნაძე, რომელიც თავს მოგვახდით მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა, ეს ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა არ მუშაობს უბრალოდ, არ აისახება ჩვენს იდეებს. რომ მუშაობდეს ამხელა კრიტიკას უბრალოდ არ დავიწყოთ. ხომ პრაგმატული ადამიანი ვარ და ვუყურებ ამას. არ მუშაობს, ხო? ხედავთ, მაშინ საქართველოსთან არ წავიდოდა ნახევარ ჩვენი თანამოქალაქე უბრალოდ არ წავიდოდით ქვეყნიდან და ფილიქი მიდივარ ხოლმე თავს მარტოდი. პასულია ჩემი სამება. ბატონრევას და აი ნაბიჯ მივედით არჩევნებამდე და საარჩევნო პროგრამამდე. ეს არჩევნები არის ადგილობრივი არჩევნები. მე ვიცი რომ გლობალური პოლიტიკა და საგარეო კურსი ადგილობრივ არჩევნებზე არ წდება, მაგრამ რას ფიქრობთ თქვენ? დაუშვათ იმ პროგრამებში, რაც ადგენილია ქალაქის თბილისის მერობის კანდიდატიდან დაწყებული, სხვა ქალაქის მერობის კანდიდატებით გაგრძელებული და დამთავრებული მუნიციპალიტეტის წევრობით, ასე ვთქვათ. სადმე რამე სოციალურ პროგრამაზე არის საუბარი? სოციალურ პროგრამებზე არის ლაპარაკი, მაგრამ ეს არ არის უფრო მეტად ეს პოპულისტური ნაბიჯები და ვერან ვერ გიხსნით. შეიძლება იყოს, ხო იყოს, რომ მაგალითად გავზრდით მერის დახმარებას სოციალურ შემწეობას, მაგალითად. ეგ ყოველთვის არის ხოლმე, მაგრამ ადამიანამდე როგორ მიდიხარ? ან აქამდე რატო არ მიდიოდი, მაშინ მაგას ვერ გიხსნით. აი, რა ჩვენ ვისაუბრეთ ბატონორეზო, იგივე ის. ბოდიში კარგოდნებს, აი მაგალითად, მაგრამ ისეთ ქალაქში, როგორც არის სიატლი, რომელიც ყველა კეათოლელი ამბობს, რომ სუსურიკოს დროს იყო აპოვებული.
იმის მერე არ ეშველა. მიუხედავად რომ ოცნებად ჰქონდა დაპირება, რომ ეს სააკაშვილი წავიდოდა და კიათურას ბოლო-ბოლო ან გასწრებულიან ინვესტორს მოუყვანდა, ან გახდიდა მოახდინა მის ნაციონალიზებას, ანუ სახელმწიფო საკუთრებას გადაყვანას, ან ნაწილობრივად. ეს არ გააკეთა. მთელი ქალაქი არის ისევ და ისევ ერთ ეკონომიკურ რაღაცაზე დამოკიდებული. არ ხდება ქალაქში ეკონომიკის დივერსიფიცირება და რამე პრობლემაც მოხდა ფაქტში, მაღაროებით დაიხურა, მაღაზიები ჩერდება. ეს ხალხი მერე მოდის თან თბილისში ან მიდის ემიგრაციაში. გეცნით რა ტრაგედიის წინაშე ვართ და პროგრამები რეგიონებში ბევრად უფრო მძიმე არის, ვიდრე მაგალითად თბილისში ან ბათუმში. თბილისში და ბათუმში მეტნაკლებად რაღაც ფინანსი შეინიშნება, მაგრამ ესეც არ არის მეკმაყოფილი არ ვარ სიმართლე გითხრათ. იმიტომ რომ მაინც უფრო მეტად ეს არის ზოგადი, ვიდრე კონკრეტული და განსაკუთრებით ადგილობრივ არჩევნებში უნდა იყოს ბევრად უფრო მეტი კონკრეტიკა და ბევრად უფრო მეტი კონკრეტიკის ვალდებულება აქვს ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობას, ეს არის მარტო სახელმწიფო, ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც მე როგორც პირად ერთ მოქალაქეს, მე მხოლოდ რომ მომეცის ხმა, მიმწიფდება კონკრეტიკა. რატო გაძლევ ხმას, რაც გააკეთებ ქალაქისთვის და რა იქნება ჩვენი ქალაქის დარგებელი და როგორ განავითარებ ამ ქალაქს. მაგრამ 100+B რატო უდრის წეს, ამას ვერან ვერ. ან მე თბილისში დავიბადე, გავიზარდე ჭავჭავაძეზე, მე და თქვენ ერთი უგნელები ვართ ვაკეში და მეგობრები რომ აჩვენებ რომ მენატრება და აჩვენებენ კამერით გადაღებულ ჭავჭავაძეს და მეუბნებიან იცით რა ლამაზია, იცი რა კარგია, იცი როგორი ლამაზია და ისეთი ჭავჭავაძე, რასაც მე მაჩვენებენ, აქვე არის მანჰეტენზე და დაუნტაუნ ბრუკლინში და ჩემ თბილისი აღარ არის და აღარ ჩემი უბანი აღარ არის. საერთოდ იდენტობა აღარ აქვს ამ ქალაქს, მაგრამ ну раз ისა ალბათ აი ზუსტად ეს ის side effect-ია იმისა, რომ დეველოპერებში ჩაიდო, დეველოპმენტში ჩაიდო არანორმალურად დიდი ფული, მე ეჭვმეპარება რომ ეს ქართული ფული იყოს, ეს ისევ ემიგრაციიდან შემოსული ფული ან საგარეო ინვესტიციები და მოკლედ ესე იგი ცათაბჯენების აშენება არის უკვე საამაყო რა და რა მაინტერესებს ეს ალბათ თქვენთან კითხვა არ არის, ახლა მე და თქვენ უბრალოდ რიტორიკულ კითხვებს უსვამთ ერთმანეთს, მაგრამ აი დასამალი ხომ აღარ არის თელმა საქართველოს მისის რომ 3 მილიონამდეა რამის დასული მოსახლეობა მე ამჯერა იმ საარჩევნო აღრიცხვის. აი ღია კარის დღე რომ დაწესდა ბაიდენის დროს მექსიკაზე, უამრავი ქართველი გადმოვიდა, 10,000-ობით. და მე მათ ვიცნობდი, ირიბად, გაგონილი მაქვს და ასე შემდეგ და ხალხმა დაყიდა ბინები, ჩადო გირაოში და ასე შემდეგ. ზოგი წამოვიდა მამა მარჩენელი და მეუღლე და შვილები ნაკირევებში გადაიყვანა, ზოგი თლიანად ოჯახით გადმოვიდნენ და მინდა გითხრათ ერთი უცნაური რამ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო პოვნა აი წარმოუდგენლად გაჭირდა. აი წარმოუდგენლად ისეთ ლიბერალურ შტატში და დემოკრატიულ შტატში როგორც ნიუ-იორკი, აქაც ფაქტობრივად სამუშაო აღარ არის. ეს ხალხი უკვე ფიქრობს, მე რეალური ინფორმაციას ვამბობ, იმიტომ რომ იცოდა ჩემმა სამეგობრო და საახლობრო თქვენთან უნდა ჩამეწერა, ეს ხალხი გეგმავს უკან დაბრუნებას. ჩემმა მეგობარმა, ჩემ მეგობრის ძმამ თავის ოჯახი უკვე 4 შვილით გაუშვა საქართველოში და იღებს აჩქარებას რომ 26 წელში დაბრუნდეს საქართველოში. უშუალოდ ეს ჩემი მეგობარიც ასეა, მაგრამ მამად რაღაც გარკვეული კაპიტალი დააგროვეს, იმიტომ რომ დიდი ხანია აქ არიან, 10 წლის განმავლობაში ახალგაზრდები არიან ბევრად, აი თქვენი ასაკის არიან, ჩემთან შედარებით და იმუშავეს ზირივით. და ნუ შექმნეს გარკვეული ბუფერი, მატერიალური, რაც გამოიხატა იმაში, რომ საცხოვრებელი ბინა იყიდეს და ნუ რაღაცას კაპიტალს აიღებენ, მაგრამ რეალს მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა რო ჩამოვიდა, აქ დახტა აბსოლუტურად განსხვავებული გარემო, ვიდრე ეგონა. ბევრმა ფული ვერ დააგროვა და ეხლა ეს ხალხი აპირებს საქართველოში დაბრუნებას. წარმოვიდგინეთ, ვისაც სახკარი აღარ აქვს. და საქართველოს მე ვატყობ რა, რომ აი იმ პროგრამებით და იმ აქტივობით, რასაც მე ახლა ინტერნეტში და ქართულ მედიაში უყურებ, არ არიან მზად რომ ეს ხალხი მიიღონ. არ არის არა, შლაგბაუმს კი არ ჩაუკეტავენ, მაგრამ აი ეს ხალხი რომ დაბრუნდება რა. ნუ მე დავუშვათ ერთი პირი ვარ. სამწუხარო დავფრევდი და ნუ მოკლედ ჩემი პრობლემები იყო, მაგრამ
მე პლუს კიდე იცით ჩემი ამბავი ჯანმრთელობის მოყვა და კიდევ კარგი რომ ქალაქ ნიუ-იორკს გააჩნია ესეთი სადაზღვევო პოლისი რომლის პაკეტში მე მოვხდი ჩემი სოციალური მდგომარეობიდან და მე ფაქტობრივად მინახავს მაგრამ საკმარისია აი ამ დახურული წლიდან მე ფეხი გამოვყო ჩემი დაუცველი და ბევრს ჩემნაირი კეისი არა აი უბრალოდ ბედის ანაბარა არის ეს ხალხი ბევრი წამოვა უკან სარეზერვაციო ციხეებიდან ბევრი წამოვიდა. ბევრი რო ვერ ნახავს სამსახურს დაბრუნდება და აი ამას რა ეშველება, იმიტომ რომ არანაირი სოციალური ბუფერი არ დააჩინა. საქართველოს არ არის მართლაც შესაძლებლად ზად ეკონომიკური კუთხით რომ ისინი დააკმაყოფილოს ამბულად. არ ვიცი, ვერ გეტყვით, მართლა ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით, მაშინ უბრალოდ ერთადერთი პლუსი შეიძლება ის იყოს, რომ ზეწოლა განხორციელდეს ადგილობრივ პოლიტიკაზე ჩვენთან თბილისში რომ მოითხოვოს ხალხმა სოციოეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება უფრო მეტად და აღარ იყოს 200,000-იანი აქციები საგარეო პოლიტიკაზე ან პარტიულ პოლიტიკაზე 200,000-იანი აქცია რო იყოს დღევანდელ ამ პენსიაზე ან ჯანდაცვაზე საქართველოს მდგომარეობაში არ იქნებოდა დამჯერებს რა ეგრე ტრაგედია იცით ძალიან ცდილობთ ხოლმე ამ თემების აღწერას, მაგრამ როდესაც მთელი მედია, მთელი კორპორატიული მედია აქეთაც და იქითაც ძალიანად ორიენტირებულია რაღაც იგიჟეზე და ისტერიკაზე და განსაკუთრებით ლიბერალები არიან რომ აი საგარეო პოლიტიკაზე და საგარეო პოლიტიკაზე ყოველთვის აგებენ, იმიტომ რომ ქართული ხალხი ამას არ მინდა დამენგრეს ქვეყანა, ისედაც შევაბღეცი ვარ. ლიბერალები მუდმივად აგებენ, ვერ ისწავლეს ეს კულტურულ ომებში დგებენ ისევ ლიბერალები, ისევ აგებენ. და იმის მაგერად რომ იმის დაცვას რომ ჩვენ ყავდა შინაარსიანი ოპოზიცია, შინაარსიანი ოპოზიცია რა თემები რადგან მე დავწერე ახლა საუბრობთ ის 1 საათია, ეს თემები უნდა იყოს, ამიტომ ეს თემები რომ ენდებოდეს ეს წესებში, თავრობას მოუწევს მე პასუხი. შეიძლება მე მინდა რომ მაგალითად საათობრივი ზეგანაკვეთური ანაზღაურება იყოს 1.5, თავრობას მე მოუწევს შემოგთავაზოს შენზე მაღლა აწევს თუნდა ერთად ითქვით 1.75 გაძლევს აი მეც ვამისწრებს გამიგეთ 1.5 მაგივრად ესეც არ ხდება ანუ რეალური თემებზე არ არის დავა ხელსახები tangible რაც ინგლისურად ხელსახები არ არის გაიშადა მე არაფერი ჩვენს აერთებს სასაბჭენი ქალაქმა უსახური გახდა ქალაქი სიმართლე გითხრათ რაღაცებს გალამაზდა მართლა ჭავჭავაძეზე მეც თქვენის მაგრამ სასაბჭენი მეც არ სიამოვნებს არანაირად არ სიამოვნებს რაღაც არ არის თბილისი არ უხდება თბილისს და რაღაც აციებს ქალაქს მე კიდე ცალკე თემაა და ჩვენ სადაც გაცილდა ჩვენი ურთიერთობები ჩვენ ქალაქში მე ამას ეკონომიკას ვაპრალებ და სოციალურ რეალობას და აი ამაში არის პრობლემა რაღაც ჩვენ ის თემები რადგან არ არის გამოწვეული თავრობას ასე ვთქვათ ინერტული არის უფრო ამ კუთხით რა იმიტომ რომ ამ თემებზე არანაირ გეპაექცება და შენი რესურსი არის იმაზე ორიენტირებული რომ თავი დაიცვა რაღაც სიგიჟისკენ რომ არ გადაგაყირავონ იმის გამო რომ მაგალითად ინდუეთის პრემიერ-მინისტრს გაუღიმე ინდუეთის პრემიერ-მინისტრს გაუღიმე ეს ნიშნავს რომ რუსეთის მოკავშირეა და ეს სიგიჟებს დაკავშირებს რა აი ამისგან დავიღალეთ არცად არ მიყავართ ამას რა ხო ხდებით რასაც არ მიდის ქვეყანაზე თუ არ იქნება ეს სოციოეკონომიკური თემები გამოყენებული და მე არის რომ პარტიებს კონდეთ განვითარების გეგმა კი როგორ ხედვებიდან ხედვა როგორც ამაზე ქვეყნის განვითარების ხედვა და ამაზე იყოს დებატები მინატარება მოსაწყენ დებატები პენსიის რეფორმაზე რაღაც ეგეთ თემებზე რო იყოს დებატები იმიტომ დავიღალე ამ სიგიჟით რა ხდება თან არ საერთოდ დებატები სადარჩა ხო ხალხის გადასული არის უკვე სანახაობაზე მართალი მზანდებით რომ ეხლა მართლა რა წარმოიდგინოთ სახელმწიფო პარტიის წარმომადგენელი და მათი ოპონენტი სტუდიაში წარმოიდგინეთ და ლაპარაკობდნენ იმ თემებზე სადაც მე თქვენ საუბრობთ შეიძლება უბრალოდ ტელევიზიამ რეიტინგი დაკარგოს ხო წარმოგიდგენიათ იქამდე არის მისული რომ სახაობამდე არის მეყვანილი ყველაფერი ან შეიძლება პირიქითაც მოხდეს უკვე იმიტომ რომ იმდენად ყოველდღიურად გადაიქცა ისტერიკა რომ ნაკლები მაყურებელი ხარ და შეიძლება ეგ უფრო სენსაციული იყოს თუ არ ვფიქრობ მართლა შეიძლება ეგ უფრო სენსაცია იყოს და
იმიტომ რომ იმდენად ყოველდღიური არის ეს გუნური ისტერიკა, რომ საერთოდ ეხლა ისე თუდად არ გამიგოთ, მაგრამ ისე აი თალიკეთის თემა რომ შემოვარდნილია საქართველოში, რომელიც სხვა კონტინენტზე ვარ, სხვა რეალობა გვაქვს, ტრაგედია არის. აი მაგითო დავიწყე ზუსტად ამ თემის გახსოვა თქვენთან ბატონრევას ჩარლი კირკით, იმიტომ რომ მე რაც ჩემს სამეგობროში და Facebook-ი ხო იცით როგორ არის დავუშვათ დასპონსორებულ პირებს დასპონსორებულ არხებს გიჩვენებს და ნუ ესე იგი Facebook-ში შესვლა აღარ მინდოდა, იმიტომ რომ ყველგან იყო ეს ჩარლი კირკი, ნუ გაანაცვლოს მის სრული ღმერთმა როგორც ჩვენებს მართლმადიდებლები ვარ და ასე ვერჩით, მაგრამ აი ქართულ საზოგადოებაში რომ დაპირისპირება იყო, ეს იყო დადებითი პიროვნება თუ არ ყოფით, აი მაშინ უკვე ვიფიქრე რომ რეზოს უნდა ველაპარაკო ამ ყველაფერზე კიდე კარგი რომ და ჩანიშნული მაქვს მეთქი მასთან ინტერვიუ. ბატონრევას და ბოლოს რო არ კითხოთ არ შეიძლება მე ვიცი რომ თქვენ ლექტორი ბრძანდები და ახალგაზრდაობასთან გაქვთ ურთიერთობა და ერთხელ და სამუდამოდ შეიძლება რომ განათლების სისტემაში რამე პოზიტიური მოხდეს, გარდა იმისა რომ მინისტრების ცვალებადობა გვაქვს ესე ინტენსიური. არ მოკიდებს ჩვენი მთავრობა ხელს და არ დაიწყებს ისეთ რეფორმას, რომელიც არ იქნება სოფლიო ბანკის მიერ არ გეწინოთ და ამერიკაში დაწერილი, ვაშინგტონში დაწერილი, ან ბრიუსელში იქნება მორგებული საქართველოს საჭიროებებს და ინტერესებს. ის არაფერი არ გამოვა. მაგალითად, რატომ უნდა ეკუთვნოდეს საქართველოში მოქმედი ერთადერთი სამეცნიერო ფონდი უცხოელების ხელში, რატომ უნდა იყოს რუსთაველის ფონდი. უცხოელები მართავენ, იმიტომ რომ სახელმწიფო კონფლიქტი არ მოხდეს და უცხოელი ბორდის წევრები აერთიეს და გერმანული ფონდები არის საქართველოში, რომლის პარტიებზე მიღებული, მაგალითად ფრიდრიხ ებერტის არის სოციალ-დემოკრატიული პარტიის, კონრად ადენაუერის არის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის და ეს ფონდები ჩვენთან მოქმედებენ, არაც გერმანიაში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი რუსთაველის ფონდი, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი. ესეც ტრაგედია, რატო არის ეს არ არის ქართველების ხელში. განათლების რეფორმა თავდაპირველად შესაძლებელია, რომ საერთოდ არ ერგება განვითარებაზე ორიენტირება. და ეს ბოლონის, გადაღებული ბოლონის პროგრამა, ეს რამე შუაშია თუ ბოლონის პროგრამას უკვე აღარ უყურებენ უკვე რაღაც. იცით, ბოლონის პროცესი იყო, რომ მოხდეს რაღაც ბიუროკრატიული სტანდარტიზება, რომლის მიხედვითაც ჩემი მე როდესაც ბაკალავრი ვიქნები, იგივე მე ბაკალავრის ჩავსწრები სიტყვაზე და ბოლონიას ვამბობ იტალიაში. და კარგია ეს, მივეცალმები ამას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შინაარსობრივი ცვლილება ხდებოდა. ჩვენ რატომ გვგონია, რომ ტექნოკრატიული ცვლილებები მოხდეს შინაარსობრივ ცვლილებად. შინას არ გაუვლია ბოლონის პროცესი, მაგრამ ჩინურ ინსტიტუტებში ადამიანები, როდესაც გამოცდებს ვერ აბარებენ და ვერ ხვდებიან, მიდიან ამერიკაში სასწავლებლად. მგონი რაღაცაზე მეტყველებს. ჩინეთი ძალიან რთული არის მოხვედა უნივერსიტეტში. ჩვენთან ტრაგედია ის არის, რომ კიდე არ არის განვითარებული სპეციალიზებული სასწავლებლები და ყველა ვაბარებთ ხოლმე უნივერსიტეტში და მე ყველანი ვხდებით ძალიან კარგი დასაქმებულები მაგალითად მაღაზიებში ან კაფეებში. ან მივდივართ ემიგრაციაში, იმიტომ რომ ელემენტარულად ბაზარის უფრო რაღაცა სიტყვას, მაგრამ ჩვენ გვეყოლება იმ რესტორნებში. აგრონომები, აგრონომული ბიზნესის განვითარება. ამას ჭირდება ბატონო ნიკოლოზ ვენი ხელისუფლების პირდაპირი ინვესტიციები ამაში და არ არის საჭირო, როდესაც არსებობს მაგალითად 50 კერძო უნივერსიტეტი თბილისში, ნიუ-იორკში არ არსებობს, მაგრამ 20 კერძო უნივერსიტეტი რასაც ხო, 50 კერძო უნივერსიტეტი თბილისში, ეს ტრაგედია. დაახლოებით იგივენაირად უყურებ ამასაც, თუ არ მოხდება შინაარსობრივი რეფორმა, ეს არ მოხდეს ტექნოკრატიული რეფორმა, ყოველ რაღაც სტანდარტების დაახლოება ნიშნავს ხოლმე ხშირ შემთხვევაში მიიყვანო იმას და ეს გახდა შინაარსი წააგდო. ეს არ არის საკმარისი. ეს არ არის საკმარისი, იგივე მოხდა სომის ინსპექციის რეფორმა, რომ ფენჯუკიდან გააუქმა სომის ინსპექცია. ქართულმა მიიღო სომის ინსპექცია აღარ მიიღო, ხომ ეს რატომ განსამოლებრივი კულტურებოდნენ სენებლობებს და მაღაროებში. არის თუ ევროკავშირი მოიწყო, მაგრამ მიიღო როგორ? როდესაც მიიღო 6 წელი სომის ინსპექცია ამოწმებდა მხოლოდ სომის უსაფრთხოებას. სომის უფლებებს არ ამოწმებდა, მაგრამ საათობრივ ანაზღაურებას,
ასე შემდეგ რაც შეიძლება მე გადაწყვეტ ვიდიხარ იმის რომ შეცდომას დამუშავოთ თქვენმა. ეს ყველაფერს ვერ უკავშირებენ ერთმანეთს სინაასოფრებს. ეს პატარა რეფორმა გაკეთა დაწერდნენ ესე აღნიშნავდნენ ესე გასწორდნენ ესე პლუს მოწა ევროკომისიები ეყოლა მეკითხე და ამისი სინაასოფრებს შემოწმების მექანიზმი გქონდა ის თქვენ არ გვაქვს მაგის სინაასოფრებს შემოწმების მექანიზმი უბრალოდ თუ არის უბრალოდ აღნიშნავს მეთქი თქვენ კარგი ისინი ხართ პარაზიტები არ მithქვია დიპლომატიურად ხარით უფრო მაგრამ არ ვიცით რა მექანიზმები უბრალოდ თუ არის გაკეთებდა ესე ტრაგედია საერთოდ რომ გარედან ვიღაცა გაკეთებინებს ამას და შენ თავი ხვდები რომ საჭირო არის ბატონებას ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ინტერვიუსთვის ამ საინტერესო პოდკასტისთვის და ყველა საჭირო თემა შევეხეთ თითქმის რაც აწუხებს ამერიკაში ყოველ ქართველებს მნიშვნელობა არ აქვს ის ახლა ამჟამად ხელისუფლების მომხრეა თუ მაგალითად ოპოზიციის ან დაუშვათ მხარს უჭერს რუსთაველზე მყოფ ახალგაზრდას იმიტომ რომ ეს თემა ეს ყოფილი თემა ყველას ეხება აბსოლუტურად ყველას ეხება სოციალური ფენიდან თუ პოლიტიკური მწამსიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ რესო და წარმატებებს გისურვებ თქვენ და იმედოვნებ რომ საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება. ამ არჩევნებზე თუ არა 20-28-თვის იმედია რაღაც უფრო კონკრეტული პროგრამით მივლენ პარტიები და იმ ახალ პარლამენტში უკვე ნამდვილად ეროვნულ პარლამენტს ვიხილავთ და არა დაუშვათ კონიუნქტურას მორგებულს ან დასავლეთიდან რაღაცა მითითებების შემსრულებას. მე ამის იმედს ვიტოვებ, მე მგონი მორალური უფლება გვაქვს და როგორც ბუნებრივია თქვენც ასევე. ეს ასევე მეც ურმეს მადლობა ბატონ ნიკოლა. ძალიან მიხარია ხოლმე ყოველთვის თქვენთან საუბარი და იმედია კიდევ ერთხელ აუცილებლად. და აქვე დასმა გავაკეთოთ. ეხლა შეგნებულად არ ვისაუბრეთ ჩვენ 20 ნოემბერს შესაძლო მემარცხენე კანდიდატის მერობის პოსტზე მოსვლას მამდანის გულისხმობ. და შევარჩიოთ კარგი დრო, აი წინა საარჩევნო დავიღოთ დავუშვათ პერიოდი და აი კონკრეტულად ნიუ-იორკის არჩევნებზე ვისაუბრეთ. პარალელურად გავადოთ ჩვენთან ჩატარებულ არჩევნებზე. აი ზუსტად, აი ეს კარგი პარალელი გამოვა. აბა დროებით, ბატონო. მადლობა.